უნდა გავაზიარო, მართალია. კარგი, მახარებლობის ოსტატური გეგმა, თავი მე-6-ე, დელეგირება. ეს დელეგირება არის ყველაზე რთული პროცესი, ჩვენ გარკვეულწილად შევისწავლეთ დელეგირების 4 ფაზაც. გავლილი გვაქვს, მე მგონი ეს თავიც. ანუ ეს თავი კი არა, ეს პროცესი როგორც ხდება, თუ არ ვწდები მაკომ დელეგირების 4 ფაზა გასწავლად? კი, დელეგირებაზე გქონდეს. 4 ნაბიჯი, მაკო იყო თუ მე ვიყავი, მაგრამ მახსოვს რომ თქვენთან ვისაუბრე. თუ არა და ამას აუცილებლად გავავლით, ეხლა შევხედოთ იესო ქრისტე როგორ აკეთებდა ამას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დელეგირების გარეშე ფაქტიურად არ ხდება მსახურების გაზრდა, განვითარება, საათასასუფევლის საზღვრების გაფართოვება. ეს უმნიშვნელოვანესი პროცესია. სხვანაირად ხდება ხოლმე, რომ ერთ ადამიანზეა ყველაფერი ჩამოკიდებული და უფალმა იესო ქრისტემ განსაკუთრებული სიბრძნით ყველაფერი გათვალა, ჩვენ ამას დღეს შევეხებით. ყველა წვრილმანი გათვლილი იყო, როგორ გაზარდა 12 მოწაფე, 70 მოწაფე, ბოლოს 500 მოწაფე, რომელიც ჩანდა იქ ამაღლების წინ. როგორ ახერხებდა ამას იესო ქრისტე, რა დარიგებებს აძლევდა და ჩვენც ამას გავივლით, დაგვანახებს უფალი. და პროცესში, როდესაც ვიქნებით, სულიწმინდა ჩვენ ამას გაგვახსენებს ხოლმე აუცილებლად. თუ გადავცემთ ჩვენს თავებს იმ საქმის კეთებას, რისთვისაც იესო ქრისტე მოვიდა. აქ ახლა მე რო გაზიარებას დავაჭირო. კარგია, ხედავთ კარგად. ეს კარგი იყო. კარგი იყო, უბრალოდ მე დაბლა ისინი მიქრებდნენ, მგონი. ნოთები? ხო. ეს როგორ მოვახერხო ეგ არ ვიცი. სულ ერთი და იგივე პრობლემის წინაშე ვდგებით ხოლმე რა მოკლედ პრეზენტაციის. იესოს მისია სოფლიო ევანგელიზაცია იყო. რა თქმა უნდა, ეს თავიდანვე მოვიდა იმისათვის, რომ სოფლიო ევანგელიზაცია მოეხდინა, რაღაცნაირად უნდა გაუზარდო ესე მაშინ, აი სხვა გზა არ ახლა. მაგრამ რა თქმა უნდა, აი ესე მე მგონი. ესე ჩანს მე დაკლებოთ კარგად. კი, ჰოლმს რო დააჭირო ორჯერ რო დააკრიგო ჰოლმს. ჰოლმს ზემოთ რო. ესე? კი. კეთესი. აი. თავიდანვე ამაზე რო დაეწყო საუბარი თავის მოწაფეებთან, რა თქმა უნდა, მოწაფეები აიბნეოდნენ, შეეშინდებოდათ და იესო ქრისტეს თუმცა თავიდანვე ჰქონდა ეს ხედვა, მსოფლიო ევანგელიზაცია, მან იცოდა, რომ მამა მოვიდა, მამამ წარმოგზავნა იგი ყველას გადასარჩენად. ამიტომ მან ჯერ დაიწყო მოწაფეების ღმერთთან ცოცხალ ურთიერთობაში შეყვანა. რათა ეჩვენებინა მათთვის თუ როგორ იმოქმედებს იგი და შემდეგ გაემხილა მათთვის რა უნდა გაეკეთებინათ. ამიტომ ჩვენ როდესაც თანამშრომლების აღზრდას ჩაუდგებით, აღზრდის პროცესს ჩაუდგებით, ადამიანების გაწვრთნის პროცესს ჩაუდგებით, იმიტომ რომ უფალმა იესო ქრისტემ ეს უმთავრესი დავალება მოგცა, რომ დაიმოწაფეთო ისინი, ასწავლეთო მათ ყოველივეს დაცვა და რა თქმა უნდა, ყოველივეს დაცვაში მისი ბრძანებები იგულისხმება მომსახურებასთან დაკავშირებით, სიწმინდეში გამტკიცებასთან დაკავშირებით და უპირველეს ყოვლისა აქ იგულისხმებოდა ის, რომ უფალმა იესო ქრისტემ ასწავლა ჯერ ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობა და შემდეგ უკვე დაიწყო მათთვის ამ მისიის გამხელა ნაბიჯ-ნაბიჯი. ჩვენ 4-ვე სახარების თანმიმდევრობას რომ გადავხედავთ,
აი მთლიან სურათს როდესაც შევიქმნით, ძალიან კარგად ვხედავთ, როგორ ამზადებდა უფალი იესო ქრისტე თითქოს და შემთხვევით მომხდარ ამბებში მოწაფეებს, არა და საბოლოო ჯამში დასკვნა კეთდება ისეთი, რომ ნებისმიერი შემთხვევა, ნებისმიერი სიტუაცია ზეცის მიერ იყო გათვლილი, მოწაფეები იყვნენ გატარებულნი ამაში, მათში ცოდნა ჩაიდო, მომზადება გაიარეს, როგორც აი ჯარისკაცებს საბჭოთა კავშირის დროს იყო ხოლმე ასე, ახლა არ ვიცი, 6 თვე წაიყვანეს სხვა ადგილას იყვნენ, ამზადებდნენ მაგალითად და ამის მერე შეიძლება წაიყვანათ ავღანეთში. ასე ხდება. თუ სახარებებს კარგად ჩაუკვირდებით, თავიდან პირველი 2 წლის განმავლობაში მოწაფეები რეალურად გარდა იესოს მსახურებაზე დაკვირვებისა თითქმის არაფერს აკეთებდნენ. მოძღვარი მისი ქმედებებით მოწაფეებში ყოფილ 4 მეთევზეს ხედვას უნერგავდა, რომ ადამიანთა მებადურები გახდებოდნენ. ანუ მათ ამზადებდა უფალი, ამზადებდა სიტუაციებში ეს როგორ მოვაშორო კიდე. ითი ხაზები? აი მოვაშორე რა. ესეც კიდე. ხო. და ამ 2 წლიანი დაკვირვების შემდეგ ფაქტიურად ნელა-ნელა მოხერხდა ის, რომ იესო ქრისტემ ჩააბა ისინი მსახურებაში და მოახდინა დელეგირება მათთვის თავისი ძალაუფლების და დანიშნულების. აი ნახეთ თავიდან როგორ იწყებოდა ყველაფერი. უბრალოდ წერია ლუკას 6:13. დილა რომ გათენდა, მოიხმო თავისი მოწაფეები და მათგან 12 ამოირჩია, რომელთაც მოციქულები უწოდა. მოციქულები კი უწოდა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა ჯერ რა უნდა გაეკეთებინათ. და ნახეთ, აი ეს მუხლი განსაკუთრებით მიყვარს მარკოზის მესამე თავში და ავტორს ეს ნახსენები აქვს იქში 12 აირჩია და უწოდა მათ მოციქულნი, რათა მასთან ერთად ყოფილიყვნენ. ნახეთ როგორი საინტერესო მომენტია, მოციქულები არიან წარგზავნილები ვიღაცის ფაქტია და აქვე მიზანიც ჩანს, ჩვენთვის დაწერილი ეს მიზანი. საქადაგებლად გაეგზავნა ისინი და რომ ჰქონოდათ განკურნებისა და ეშმაკების განდევნის ხელმწიფები. ჩვენ უკვე მახარებელი მარკოზი პირდაპირ გვიწერს უკვე, როდესაც ის სახარებას წერს, მას უკვე სრული სურათი დანახული აქვს. მაგრამ ნახეთ აი ამ შუალედში არჩევასა და საქადაგებლად გაგზავნას შორის როგორ არის ჩასმული ეს ერთი მოკლე წინადადება, რათა მასთან ერთად ყოფილიყვნენ. აი ეს იყო უმთავრესი შემადგენელი ღერძი. იესო ქრისტემ იცოდა, რომ თუ მოწაფეები მასთან ერთად ყოფნას არ შეეჩვეოდნენ, თუ არ შეეჩვეოდნენ ღმერთის ცნობას, ღმერთის ხმის მოსმენას, ხო, მათი გაგზავნა საქადაგებლად და რაღაცების დავალება ფაქტიურად უნაყოფო იქნებოდა. მოკლე დარიგებები, აი ჩვენ ხედავთ წმინდა წერილში, რომ იესო ქრისტე მოკლე დარიგებებს აძლევს მოწაფეებს თავისი მისიის შესრულების წინ და პროცესში და აი ამ მოკლე დარიგებებს რო ვაკვირდებით, ძალიან ბევრი ისეთი საკითხი ხდება ჩვენთვის ცხადი, რაც ჯერ მაშინ მოწაფეებისთვის დაფარული იყო, ჩვენთვის მით უმეტეს დაფარული იყო, უბრალოდ ეკლესიაში რო დავდივართ ვისმენთ, ეს თითქოს ცნობილია ჩვენთვის, მაგრამ როდესაც ამას ვუკავშირებთ მახარებლობას, მერე ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მოკლე დარიგებები, ეს ჭეშმარიტებანი იმისათვის, რომ ჩვენი მახარებლობა იყოს ეფექტიანი და რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადარჩეს. პირველი აი ასეთი დარიგება, უპირველესად იესომ მათი ცხოვრების მიზანი შეახსენა. ისინი უნდა წასულიყვნენ და ექადაგათ ღმერთის სასუფეველი, ანუ ღმერთის სამეფო და განეკურნათ სნეული. რა საინტერესო მომენტია რა, იესო ქრისტე, აი პირველი დარიგება ესეთია. თქვენ უნდა წახვიდეთ და თქვათ, რომ მოახლოებულია ეს ღმერთის სამეფო, აი ღმერთის სამეფო ესეთია და უნდა განკურნოთ სნეულნი. აი ეს ორი რამ ერთმანეთთან არის გადაბმული და ეს ჩემთვის აღთქმასავით ჟღერს ხშირ შემთხვევაში, რომ და ასეც ყოფილა. ძალიან ხშირად, როდესაც სადღაც მივსულვარ, ვიღაცისთვის მიქადაგია, ვიღაცისთვის დამიმოწმებია, ვიღაცისთვის მიხარებია,
აი იმ მომენტში სულიწმინდას დაუმოწმებია ხოლმე ამ სიტყვების ჭეშმარიტება, იმით რომ ადამიანებისთვის მილოცია არაფერი განსაკუთრებული არ მიგრძნია, მაგრამ ისინი იკურნებიან ხოლმე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მახარებლობას მჭიდროდ აქვს გადაჯაჭვული ადამიანების განკურნება და ეშმაკების განდევნა. ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს, მეგობრებო, და მოლოდინი უნდა გქონდეს. აი, როგორი კარგია იმის ცოდნა, რომ როდესაც შენ მიდიხარ და აპირებ მახარებლობას, შენ უკვე გონებაში, სულში წინასწარ განწყობა გაქვს, რომ ღმერთი ნიშნებითა და სასწაულებით გაამაგრებს ჩვენს გადაკეთებას. აი, მაგალითად, წეღან ლიკა ამბობდა ასეთ რაღაცას, რომ აი, ჩემს მეუღლეს ველაპარაკები, კი მისმენს, მაგრამ ჯერჯერობით მაინც თავის პოზიციაზე დგას და ასე შემდეგ. ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ აი, ძალიან კარგად მოქმედებს განსაკუთრებით მუსლიმებზე ღმერთის ძალისა და ნიშნების გამოვლენა. რაღაცა მომენტში მის ქმარს რო თავით კიოდეს ან რაღაცა აწუხებდეს და აი, ლიკამ დაიჭიროს ის მომენტი და უთხრას, რომ იცი, იესო ქრისტე არის მეფე, რომელსაც აქვს ძალაუფლება, რომ განკურნოს ადამიანები. მან ეს ფასი გადაიხადა. გინდა შენთვის ვილოცო? და ხელით დაასხას და ილოცოს. დიდი შანსია, ძალიან დიდი შანსია, რომ მისი მეუღლე გახდეს განკურნების მსხვერპლი ბრჭყალებში და ეს მის მსოფლიო მხედველობას აბსოლუტურად შეცვლის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. რამდენჯერ ყოფილა აი სულ ახალი მორწმუნე ვიყავი წელიწადნახევრი საზღვარგარეთ ვარ ათენში და მივედი ერთხელ ქართველებთან ჩემი ახლობლები იყვნენ და რომ მივდიოდი ხოლმე მიზანმიმართულად სტუმრად მივდიოდი ხოლმე და იქ ვითომც ესეთი ჩამოვაგდებდი ხოლმე ან ვახშმის ან სადილის დროს ღმერთის სასუფეველზე სიტყვას და ერთხელაც მივედი მაია კაპანაძე მყავს ესეთი ახლობელი შორეულ ნათესავათაც მეკუთვნის და სახში რომ მივედი დედამისიც ცუდად იყო და ამ გოგოს თავით კიოდა ისე რომ ვერ დგებოდა და პირდაპირ მომეცა შანსი რომ მელაპარაკა ღმერთის სამეფოზე და მე უთხარი იცი რა არის მეთქი მაიკო შენთვის ახლა შეიძლება ეს რეალური არ იყოს თქო მაგრამ მე თვითონაც მეშინია თანამდე რა გამოუცდელი ვარ და აი იესო ქრისტე იმიტომ მოვიდა მეთქი რომ ჩვენთვის განკურნებაც მოიტანა და მის სამეფოში ტკივილი არ არის ავადმყოფობა არ არის და მოდი ვილოცებ მეთქი შენთვის იესო ქრისტეს სახელი და იესოს აქვს მეთქი ეს ძალაუფლება და ისიც უდათ იყო რომ სხვა გზა არ ქონდა ვილოცე და იმის შეკითხვაც კი მეშინოდა რომ აბა როგორ ხარ დავჭიქი ხა გვერდზე და უკვე როგორც კი შევასრულე ეს ლოცვა რაღაცა იესო ქრისტეზე დავამოწმე და ყურადღება გადავიტანე თუ სხვა რაღაცეებზე შევცვალე რა თემა იმიტომ რომ მე თვითონაც მეშინია რომ მითხრას რომ აი არაფერიც არ მოხდა უილი იყო ამიტომ აი ვერ გეტყვით რომ განსაკუთრებული რწმენა მქონდა მაგრამ იმ ხელა მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა მქონდა რომ ამ ადამიანისთვის იესო ქრისტე მეხსენებინა მეთქვა და ხელი დამედო და მელოცა იცით რა მოხდა? ცოტა ხანში რომ წამოდგა ეს ადამიანი და შევატყვე რომ უკეთესად გახდა, არ ხასიათზე დავდექი რაღაცა ჟღურტულებ ახლა მეცე 24 წლის ვარ მაშინ და რაღაცა გავიმართე წელში და კაი ხასიათზე დავდექი მეთქი და შემომხედა და მითხრა, იცი რატო დადექიო კაი ხასიათზეო? იმიტომ რომ გიხარიაო რომ იესო ქრისტემ გამკურნაო. ძალიან კარგად მიხვდა ის რატომაც დავდექი კარგ ხასიათზე, მაგრამ მე ხო ვერ ვაძლევდი ჩემ თავს იმის უფლებას, რომ მეტრაბახა, აი ხო კი უბნეოდი და რაღაცა, იმიტომ რომ ჩემთვისაც ახალი რაღაცა იყო, მაგრამ ის დალოცვილი, რომ გვეუბნება, რომ წადით იქადაგეთ ღმერთის სასუფეველი და განკურნეთ სნეული, მან ხო ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ ამის უნარი თავად არ გაგვაჩნია. ესე იგი ის რას გვეუბნება რომ მე თან გაყოლებთ ამ განკურნების საშუალებას და თუ დაინახავთ ამ განსაკურნებელ ადამიანს ხო დაასხით ხელი ილოცეთ და დანარჩენი ჩემზეა ეს იგივეა ეხლა რომ ჩემ შულს უთხრა რომ ურია ამოსატანი წადი მაღაზიაში და იყიდე ოღონდ ფული არ მივცე გონივრული იქნება ჩემგან ამისთან რაღაც გაკეთება ძალაუფლება არ მივცე ძალაუფლება ამ შემთხვევაში ფულის სახით, რომ წადი, ური იყიდე, ოღონდ ფულს არ გაძლევ. ხო, უგუნურება იქნება ჩემ მხრიდან ასეთი რამის დავალება და შენ შეგიძლია ლეგიტიმური კითხვა დაუსვა უფალო იესო ქრისტეს. უფალო იესო ქრისტე, აი მივდივარ ახლა საკადაგებლად. და შენ მეუბნები რომ
ვიქადაგო ღმერთის სამეფოს მოახლოება და განკურნო სნეულები და გამდევნო ეშმაკები და აბა შენიცი ხა ამას მაყოლებ ამ ძალაუფლებას გვერდზე მომყვები ამოწმებ შენი ნიშნებით და სასწაულებით თუ ფულს არ მატან მეუბნები რომ დავიდე პური ვიყიდო და ფულს არ მატან აბა რა გავაკეთო გურამ, ეს ანუ ეს შენც მასე იყავი ესე იგი, ხო, აი ეგ მაინტერესებს, იმიტომ რომ რაღაც შიში მაქვს, რომ ვაი და არ გამოკეთდეს, ვაი და რაღაცა, ანუ შენც ეგრე იყავი, ესე მასე არის, ხო? ვიყავი კი არა ლიკა ყველა ჯერზე 150 წელი რო იყო მორწმუნე ყველა ჯერზე ეს ძველი ბუნება თავს გახსენებს და ეჭვებს გაპარებს მაგრამ რაც უფრო შედიხარ ურთიერთობაში ღმერთთან მით უფრო ადვილად ენდობი მას იმიტომ რომ ერთხელ გარისკავ გადადგავ ნაბიჯს და გიმოწმებს უფალი მეორედ მესამედ 1000 ჯერ და უკვე ეს ადვილი ხდება რა აი როგორც პირველად სანამ იგალობებდი და იმღერებდი ცოტა უფრო მეტად ნერვიულობდი, მეორედ იმდენად არ ინერვიულებ, მეათედ იმდენად არ ინერვიულებ და მეასეთ შეიძლება ეძებდე საშუალება სად დაიწყო, შეიძლება ავტობუსებში დაიწყოს სიმღერა და მეტროს ვაგონებში. ესე იგი, ანუ მაინც უნდა გადავდგათ ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ბოლომდე დარწმუნებულები, ეს მაინტერესებს. ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ სხვანაირად რწმენას რა ფასი ექნება. თუ შენ პატარა წინააღმდეგობის გადალახვა არ გიწევს, თუ შენ პატარა ეჭვის დაძლევა არ გიჭევს, თუ შენ პატარა სირთულის უხერხულობის მომენტის დაძლევა არ გიწევს, მსხვერპლად არც გეთვლება. ჯიბეში რო 5 ლარი გიდევს, გაბედულად შედიხარ მაღაზიაში, მაგრამ თუ იქ იმას გეუბნებია, რომ შემოდი მაღაზიაში, აიღე და იქ სალაროსთან დაგელოდები, რო ალაგებ იქ ნივთებს რაღაცას, ხო, ეტელში, იქ სალაროსკენ აპარებ თვალს, აბა მელოდებიან და იესო ქრისტეს სულ გელოდება, იმიტომ რომ შენთან არის უბრალოდ ის უხილავია და აი ამ უხილავი ღმერთის რწმენა გიწევს, უხილავი ღმერთის თანადგომის იმედი გაქვს და ამას ყოველთვის ჭირდება რწმენა. ასე რომ პირველი მოკლედ არიგება ის იყო, რომ წადი იქადაგე სახარება და განკურნეს ნეული, რაც ჩვენ ამას უნდა ვერწმუნოთ, რომ როცა ქადაგებს სასუფეველის შესახებ, ამას მოყვება მხარდაჭერა უფლისგან, აი ამ ქადაგებას სასუფეველის. ხო, აი ეს როგორ უნდა გავიკოთ, მაიკო, ეს ნათქვამი, რომ აი ეს არის სასუფეველს. იქადაგეთ ღმერთის სასუფეველი და განკურნეთ ნეული, ანუ შენ რა ძალა გაქვს ნეული განკურნ. აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ იესო ქრისტე მოყვება შენ. სულიწმინდა იქ არის და შენ რო სასუფეველზე თუ სასუფეველს ქადაგებ და არა იმას რომ შენ სექტანტი არ ხარ, შენ ხარ მართალი, რომ მართლმადიდებლობა ესე ფეხმოტეხილია და საცოდავები არიან და კერთაყვანისე. აი ამ ბოლოს აი ხომ დაგვიმოწმებია ყოფილა, აი ამ ბოლოს რასაც მივხვდი, ეხლა მივხვდი ამას. რომ უნდა იქადაგო სასუფეველის შესახებ, ზეციდან ზევშობის შესახებ. არავით არის კამათში, რაღაცების მტკიცებაში, რელიგიების განხილვაში, რაღაცებში საერთოდ არ არის, აი არაფერი არ გესაქმება ამ საქმეში რა. კი ბატონო, 100%-იანი ხარ, მაიკო. ეშმაკის ხრიკი ეგ არის, რომ ჩვენ გადაგვიტყუოს აი ამ სივრცეში. კამათი, მტკიცება ის მართალია. პროტესტანტი კაცი ვარ, მაგრამ მართლმადიდებელთან ვარ მართლმადიდებელი, ასე ვთქვათ რა. იუდეველთან იუდეველი ვარ, როგორც პავლე ამბობს. რომ დამიწყებენ ხოლმე რაღაცას. აი წმინდა მარიამზე რა ლოცვითაც კი ეხლა იცი როგორ მაგული განწყობილი მართლმადიდებლებს მინდა რომ ვაკურთხო, რომ სახარების სინათლე გამოუწყიდეთ მართლა და დაინახონ იესო ქრისტე. აბა რა, მაიკო, ცოდვები არიან. ყველაზე ცოდვები ეგენი არიან. აბა რა, რამტანჯველია გონიათ, რომ რაღაცას მიაღწიეს უკვე და ამ დროს შველა ჭირდებათ. ყველაზე ცოდეთ, რომ კაცმა იესო ქრისტემ როგორც თქვა, ღმები რო ყოფილიყავი, თვალებს აგიხელდით, მაგრამ ამბობთ, რომ ხედველნი ვართ. გონიათ, რომ ხედავენ, მოაწუეს, უთხრეს, რომ ქართველი თუ ხარ, მართლმადიდებელი ხარ, მონათლული, გაქრისტიანდი, აგერ ჩემ აზმამ რო თქვენ დღეს, გაქრისტიანდენ, აბა რა. ახლა ესე თუ გაზდიან იმ ბავშვებს, რომ უკვე ქრისტიანები არიან და გადარჩენილები არიან, დიდი სამუშაო იქნება იქ გასაწევი. ცოდვები არიან, აბა რა. ასე რომ მეგობრებო, ჩვენ აი აქ არ უნდა გადაგვიტყუოს ეშმაკმა და არ უნდა დაგვაწყებინოს სხვა რაღაცეებზე ლაპარაკი, თეოლოგიურ საკითხებზე. ეხლა იმ დღეს აი ჩემი მეგობრის მამას დაუმოწმე და უქადაგე ჩემთან იყვნენ სტუმრად საგურამოში და ეს კაცი მიყურებს 84 წლის კაცია, შვილი თანამსახურია კაცო ჩვენი. ხო და 84 წლის კაცია კი, მაგრამ
წმინდა მარიამიო, წმინდა მარიამის წინხვედრი რომ მეუთხარი, შემოგევლო ჩემი თავი, ჩემო კარგო. წმინდა მარიამის ძალიან დიდ პატივს ვცემ. ჩვენი უფლის დედა, მაგრამ მასაც სჭირდებოდა იესო ქრისტე მეუთხარი წოდების პატიება. აბა ეხლა როგორ აიო, ხატი რო გქონდეს, მეუთხარი იყოს ეხლა ის ხატი, ხო, ეხლა ოღონდ თაყვანისცემას არ დაუწყებ მეუთხარი. ოცნას და ლოღუნას არ დაუწყებ და როგორც ბებია ჩემი სურათი მაქვს და მიხარია რომ დავხედავ ხანდა მენატრება და ნახვა მინდა, ესე შეიძლება მქონდეს კიდე ვიღაცის სურათი თუ მაინც და მაინც მინდა მეუთხარი, მაგრამ აი თაყვანისცემა, აი მომსახურება, აი რაღაცეების გაწევა ეს უკვე ცოდვა, იმიტომ რომ ჩამეძია ძალიან, მაგრამ უდიდეს პატივს ვცემეთ, კი აი მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ გადამეწია თეოლოგიური საკითხები, უბრალოდ ეხა ჩემი ძმაკაცის მამაა და მაინც გათვითცნობიერებულია და კონკრეტულად ამ კითხვებს მისვამდა, მაგრამ ერთი სამჯერ დაუფიქსირო, რომ წმინდა მარიამ ძალიან დიდ პატივს ვცემ. რა პრობლემაა? და წმინდა გიორგისაც პატივს ვცემ და მოციქულებსაც და ყველასაც და მამების გადმოცემებსაც, რაც ახარებას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ ჩვენი აქცენტი უნდა იყოს ღმერთის სამეფოზე. და კიდევაც უნდა დავიქადნოთ, იცი, ხო არაფერი გკივა, გინდა ვილოცო შენთვის, იმიტომ რომ ეს სასუფეველი რომ მოვიდა, ამ სასუფეველს მოყვა ჩვენი კურნება, ჩვენი განთავისუფლება, ცოდვებისგან განთავისუფლება, ავადმყოფობისგან განთავისუფლება, შიშებისგან განთავისუფლება. ეს ჩვენი დასაკვეხნის სფერო არის. უნდა დავიქადნოთ ამით, რომ უფალე არის მკურნალი. ეს იყო პირველი დარიგება. ისე განკურნება ძლიერი იარაღია მაინც თვალსაჩინოა და რა თქმა უნდა. აი ახლა გუშინ უბნის ჯგუფიც ხო გქონდა, გუშინდელი თავი, მეცხრე თავი გავარჩიეთ და ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ ეს ბრმად დაბადებულს აეხილა თვალი და ეს კაცი ლამის რა დღეში ჩააგდეს საწყალი დასდევდნენ რა როგორ ეკითხებიან მერე წაათრიესმებთან მიიყვანეს ფარისევლებთან მერე მშობლები დაიბარეს მისი მერე ისევ თვითონ დაიბარეს ლამის ამხელა რეზონანსი გამოიწვია წარმოიდგინე ეხლა იცი რა არის აი ის გოგო ის მაია კაპანაძე რო ვახსენე დედამის ხო ქრისტე მივაღებინე გარდაიცვალა ის ქალიაგე რამოდენიმე წლის წინ ეს გოგო ჩემთან ეკლესიაში არ წამოსულა, მაგრამ სტუმრად კი მყავდა, ანუ არ დადის ჩვენ ეკლესიაში, მაგრამ მაღლიდან შობილია. ძალიან დიდი პატივისცემით მეპყრობა, ახლა თავისი მიზეზები აქვს რის გამოც. მთელი მისი სადაქალო წავიყვანა ეკლესიაში. იქ საბერძნეთში. ერთი დაქალი ყავდა ლია დღემდე დაქალები არიან. ქრონიკული სისხლდენა ქონდა, აი წმინდა წერილის მიხედვით სუფთა რა. და ეს ნელა-ნელა პატარა სასწაულები რო ხდებოდა წარმოიდგინე ახლა ლია მოვიდა ჩემთან სტუმრად წაუკითხე მე მისგან ვიცოდი რომ სისხლდენა ქონდა ლია ხო ვერ მეტყოდა ახლა რა შერცხვებოდა ახლა თავისთავად ცხადია და ჩემთან არის სახში სტუმრად ახლა მე მაიკოსგან ვიცი რომ ესეთი რაღაცა ჭირს და ვითომ შემთხვევით დავიწყე ქადაგება და წაუკითხე ის სისხლდენი ქალი რო იყო რამდენიმე წელიწადი რო სისხლი დიოდა და ეს აუკითხე და მეთქი ესო ცოცხალია მოდი მიიღე პირად მხსნელად მეუთხარი და თუ რაიმე ჭირს ყველაფრისგან და ეს გოგო საფარებაში წაუკითხე ის რაც იმას ჭირს ეგრევე მუხლებზე დადგა იესო ქრისტე მიიღო და იცით რა მოხდა განიკურნა ხალხო და ჩემთან ერთად დადიოდა ეკლესიაში სანამ მიგვიყავი რა ჩემთან ერთად დადიოდა ეკლესიაში ის ლია გოგია, გვარები და სახელებიც კი მახსოვს. წარმოიდგინეთ ღმერთი, როგორ რაღაცეებს ახდენდა, როცა ვიყავი 1 წლის მორწმუნე, წლინახევრის მაქსიმუმ რა. არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ ვქადაგებდი ცათა სასუფეველს და ლოცულობდი ადამიანების განკურნებისთვის და ღმერთი ამოწმებდა. ეს უნდა იყოს ჩვენი სტრატეგია, მეგობრებო. მეორე, აი მოკლე დარიგებებში რაც იყო ეს იყო ის რომ როდესაც მიხვალთო, ნახეთ, აი მოახლოებულია თქვენთან სასუფეველი. ამით რაზე ამახვილებდა უფალი ყურადღებას. უფალი უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას მათი ძალაუფლების დანიშნულებაზე. ხას უსვამს რა შემდეგ სიტყვებს. ნახეთ, რომ არა მარტო განეკურნათ, არამედ კეთროვანი განწმინდეთ, ანუ წყეულაში მყოფი ადამიანები, კეთრი იყო წყეულის გამოვლინება.
დემონები განდევნეთ, მკვდრები აღადგინეთ. ამით ნახეთ, აი იესო ქრისტე რას აკეთებს, იცით, აი მოწაფეებს ეხმარება, რომ განაცნობიერონ მათი ძალაუფლების მასშტაბები და კონკრეტულად ჩამოუყალიბა სამოქმედო არეალი. აი ჩვენ აი წმინდა წერილს ანალიზს ვუკეთებთ და ხედავთ იესო ქრისტე, როდესაც მახარებლობისთვის აგზავნის, ხო? ეუბნება, რომ აი განკურნეთ, უთხარით, რომ მოახლოებულია სასუფეველიც, რომ ახლოს არის. ანუ კი არ მოვიდა შენთან უკვე, მაგრამ ახლოს არის. შენ რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღო, რომ ის შენში შემოვიდეს და ამასთან გეუბნება რა დანიშნულება აქვს ძალაუფლებას, რომელიც შენ მოგანიჭა სახარების ქადაგებასთან ერთად. გეუბნება, რომ უნდა განკურნო ავადმყოფობებისგან, განთავისუფლო წყევლისგან, რაც კეთროვნებაში გამოიხატება, განდევნო დემონები და აღადგინო მკვდრები. ეხლა სიმართლე გითხრათ, პარი არ გამიცოცხლებია, მაგრამ ვიცი, რომ ნებისმიერ მომენტში, როდესაც ხადაგებ სახარებას ვავრცელებ სადღაც, ხო? თუ რაღაცა ისეთი სიტუაცია ჩავარდება, მოლოდინი უნდა გქონდეს, რომ სულიწმინდა მუცებ გითხრას და შენთვის ეს გასაგები იქნება. შენ თვითონ კი არ უნდა გამოიჩინო ინიციატივა. სულიწმინდამ უნდა გითხრას, რომ აი დაასხი ხელი, იმიტომ რომ იესო ყველა მკვდარს ხო არ აცოცხლებდა. თუმცა რაღაცა სიტუაციებში ვიღაცებს აცოცხლებდა, ხო? არც მოციქულებს ყველა მკვდარი არ გაუცოცხლებიათ, სადაც ხვდებოდნენ და მკვდრებს შეხვდებოდნენ, მაგრამ ისინი რაღაცა მომენტში ვიღაცებს აცოცხლებდნენ. მაგალითად, პავლე მეევტიხი რო გააცოცხლა, შეხედა და თქვა იქ, როცა ჩაეხუტა იმ ბიჭს, რომ მისი სული მასთანვე არის, ნუ გეშინიათ და გააკეთა. პეტრემ მაგალითად ტაბითა გააცოცხლა, ხო? იყო ესეთი მომენტები, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ყველგან სადაც დადიოდნენ, ახლა მთელი სოფელი გააცოცხლეს და სასაფლაოებზე ადიოდნენ და მკვდრებს აცოცხლებდნენ. ანუ აქ სულიწმინდის მართლობა ძალიან მნიშვნელოვანია. აი, ბევრი ადამიანი ადამიანურად დგამს ხოლმე რაღაცა მომენტს, აი მკვდრების გაცოცხლების ამბავში. მე მქონია შემთხვევები, მსმენია, რომ ვიღაცა გულანთებულ მსახურებს უთქვამთ, რომ აი ახლა მე მივალ და ამას გავაკეთებ, აი გავაცოცხლებ და დაუწყია და სასაცილო გამხდარა ხალხში. ერთია, როდესაც ვთქვათ, მკვდრის აღდგენაზე იწევ სულიწმინდის დავალების გარეშე და გაცხადების გარეშე. მეორეა, როდესაც მაგალითად განკურნებისთვის ლოცულობ და ეს ერთად კი წერია ამ ადგილას, მაგრამ ერთმანეთისგან არ უნდა აგვერიოს. განკურნება უკვე ღმერთის ნება არის, ეს წერია, ამისთვის იესო ქრისტემ ფასი გადაიხადა. მკვდრების აღდგენაც, მაგრამ ზოგიერთი ახლა აღდგება და ზოგიერთი აღდგება მერე, როდესაც საყოველთაო აღდგომა იქნება. აი აქ ჩვენი ძალაუფლების მასშტაბები ჩანს და ესეც უნდა გქონდეს კარგად დანახული. იცი რა, მე მაგალითად რო არ დამავიწყდეს ზოგიერთ მუხლებს ჩემს სამუშაო ადგილას კედელზე ვიკრავ ხოლმე და დაფა მაქვს ესეთი აჭრის დაფა მაქვს და იმაზე მაქვს მიკრული მუხლები, რომელიც საკვანძო არის ჩემი მსახურებისთვის და თუ შენ ფიქრობ, რომ ეს შენ გამოგადგება რაღაცა იცებს, ან ტელეფონში მოვინიშნავდი. აი იყო მომენტი, როდესაც რაღაცაზე უფალი დამელაპარაკა და დავალება მომცა და ტელეფონზე მქონდა სკრინი გადაღებული და რამდენი ხელს დავაჭერდი, იმდენი ის დავალება ამომდიოდა თვალწინ. ასე რომ აი თუ გინდათ ვიღაცა შეგიძლიათ ეს დასკრინოთ, ტელეფონზე გაიჩეროთ და როდესაც სადღაცა სიტუაციაში აღმოჩნდები და ტელეფონს გახსნი, გამოგიჩნდება აი ეს მუხლი. აი ეს უნდა მეკითხა, 5 წუთის წინ ფიქრობდი გურამ, რომ მეთქი შენთვის მინდა და მეკითხა, რომ მონიშნული გაქვს თუ როგორ, იმიტომ რომ რაღაცები მჭირდება ხოლმე და უცბად ChatGPT-ს ვეკითხები და მე რომელი მუხლია თავი მიგდებს ბიბლიაში გადავდივარ და ესე ვკითხულობ. ეხა დილით მე რო ბიბლიას ვკითხულობდი და ზაკი შემოვიდა და მეუბნება, რომ მინდაო რომ პრიორიტეტიო ღმერთი მყავდესო, პრიორიტეტად ღმერთიო და აიო ჩვენ მაგალითად თოჯინა რო ვიყიდოთო. და იმან თავისთვის დაიწყოსო რაღაცეების კეთებაო. ხომ მოვისვრის და გადავაგდებთო და რაღაცნაირად, ანუ ეს რომ მითხრა, მეც ახლა მეტი რა მინდოდა, ეგრევე მოვიძიე მერე ესენი. ანუ ყოველი ტოტი, რომელიც ჩემშია და ნაყოფს არ იძლევა, მოჭრის მას, ხოლო ყოველს, რომელიც ნაყოფს იძლევა, გაწმენს, რათა უფრო მეტი ნაყოფი მოიღოს.
და მეორე მის ჩემში არ დარჩება, ტოტივით გადაისრება და გაშრება. შეაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაიწვევიან. და ესენი წავუკითხე და ერთი ის თქვა ვაუო და მეტი არაფერი აღარ ვთქვით, ისე გამიხარდა რაღაცა თვითონ მომცა შესაძლებლობა რომ მეთქვა და უცბად აი მჭირდება ხოლმე აი მოწაფებია შეკავ. კი, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გრძნობ რომ რაღაცას გავალებს უფალი და შეხვდა კონკრეტული ადგილი და მუხლი და მიხვდი რომ დაგელაპარაკა, თვალსაჩინო ადგილას გაიკეთე. მე მაგალითად ხო, აი ეხლა თქვენთან ჩამოსვლას რო ვაპირებ, ხო ლოცულობა რა. აი აქ მაქვს მონიშნული, არ ვიცი ხავ ჩანვარ თუ არა, მონიშნული მაქვს თემები რა. აი ბრუკლინი აწერია და კიდე რაღაცები მიწერია და წმინდა წერილიდან ადგილები გულზე რომ ხდება, ლოცულობ, მარხულობ იმისთვის რომ ღმერთმა თემები მომწეს, რომ თქვენთან რო ჩამოვალ ვინიშნავ და ბოლოს კიდე გავაკეთებ მე არჩევანს, იქ რო ვიქნები უკვე, რაზე უნდა გელაპარაკოთ. წინასწარ თადარიქს ვიჭერ, ხვდები და ნოუთები რა, ტელეფონში, ნოუთები მაქვს. ერთი ნოუთი გააკეთე და გაარქვი შენი ქმრის სახელი იმ ნოუთს და როცა რაღაცა გულში მოგხვდება და მიხვდები რომ ეს მისთვის საჭიროა, გაინიშნე, გამზადებული იყავი. როცა ვიღაცა დაქალთან მიდიხარ, მეგობართან მიდიხარ დასამოწმებლად და შეიარაღებული იყავ, იმიტომ რომ ჩვენი იარაღი რა არის? უნდა ვიყოთ მზადყოფნაში ფეხშემოსილი მშვიდობის სახარებლად და უნდა გქონდეს სულის მახვილი, რომელიც არის ღმერთის სიტყვა, გადარჩენის ჩაჩქანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას წმინდა წერილი გველაპარაკება პირდაპირ. მესამე. მან განაგრძო დარიგება თუ პირველად ვისთან წასულებდა. ახეთ აი ახლა ეს მომენტი არის კიდე რა, აი ჩვენ ანალიზს უკეთებთ იესო ქრისტეს რას ეუბნეოდა თავის მოწაფეებს, როდესაც მათ აგზავნიდა სახარების საქადაგებლად. ამ წიგნში ავტორი გვიკეთებს ანალიზს და გვეუბნება, რომ პირველად იესო ქრისტემ აი ესეთი დარიგება მისცა. წარმართა გზაზე არიაროთ და სამარიტელთა ქალაქებში არ შეხვიდეთ. არამედ წადით ისრაელის დაკარგულ ცხვრებთან. წარმართა გზაში რა იგულისხმებოდა გურამ? წარმართა გზაში იგულისხმებოდა აი სამარიისკენ რომ მიდიოდნენ, ეს წარმართების გზები ხო იყო რა, ქალაქებისკენ, ჩემი აზრით ეს იგულისხმება. არ იგულისხმება რაღაცა განსაკუთრებული კონკრეტული გზები იყო, რომელსაც აი სამარიტელთა ქალაქებში არ შეხვიდეთო. სამარიელები ხო აღარ ითვლებოდნენ ახლა იუდეველებად და პირდაპირ ეუბნეოდა, რომ ისრაელის დაკარგულ ცხვრებთან წადი. ანუ აქეთ იუდაში ვინც იყვნენ და ეს ხალხი იმათთვის ქადაგებას ავალებდა და ისე ჩანდა, რომ იესო მოწაფეებს იმ ადგილზე აგზავნიდა, სადაც ცხვრებთან შედარებით უფრო მოისმენდნენ მათ ქადაგებას. იესომ თავისი მსახურება ამ გზით განავრცო, თუმცა ხოლოდ ამით არ შემოფარგლულა. ბუნებრივი იყო მოწაფეებს თავისი ერიდან უნდა დაეწყოთ, რომელთანაც ერთი კულტურული თუ რელიგიური საფუძველი აკავშირებდათ. რა ვიცი, ხა ჩვენთვის ეს მაგალითად შეიძლება კარგი გზამკვლევი იყოს. მე მაგალითად საბერძნეთში როდესაც ვიყავი, ხო, ემიგრაციაში, როგორც თქვენ ხართ ახლა. რა თქმა უნდა, ბერძნებსაც უქადაგებდი, მაგრამ კონკრეტულად მქონდა ჩემი სტრატეგია. ვიცოდი, სადაც ქართველები იკრიბებოდნენ, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ, სადაც ნარდს თამაშობდნენ ქართველები, სადაც ქეიფობდნენ ქართველები და ამ ადგილებში დავდიოდი და ვეძებდი ამ ჩემ ქართველებს და პირველ რიგში ქართველებს უქადაგებდი, იმიტომ რომ ბერძნული ეკლესიებიც ბევრი იყვნენ და ბერძენი 50-იანელების ბევრი იყვნენ ათენში, სადაც მე ვცხოვრობდი. მე ჩემს ქართველებს ვემსახურებოდი, იმიტომ რომ საქართველოსთვის გამაჩინა ღმერთმა უპირველეს ყოვლისა და აი წარმოიდგინეთ ახლა თუნდაც ჩემი სტრატეგია როგორი იყო. მან დრო ჩამოვედი ლაშასთან შეთანხმებით, რა გავაკეთე პირველ რიგში. ქართველები შემოგიკრიბეთ, ხო? არ დამიწყე ახლა არ გადავედი ჯერ იქით რა ქვია ნიუ-იორკელ შავკანიანებზე. აბა ყველას გადარჩენა უნდა ღმერთს და ყველაფერს არ მოვედი. დავიწყე ჩემი ხალხიდან რა. ჩემი ხალხის დაკარგულ ცხვრებს და ჩემი ხალხის მიმოფანტულ ცხვრებს დაუწყე ჯერ მსახურება. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ნელა-ნელა ღმერთი არ გადაგვიზრდის მსახურებას სხვა ჯიშის და ჯილაკის ადამიანებზე. ისევე როგორც აი ხა მაგალითად
ჩაგიგდეთ მე თქვენ სხვათა შორის ერთი ბიჭი მომწონს ძალიან ლად სავჭუკი არის თუ არ ვცდები კვარი. უკრაინული თუ რუსული ეკლესია იყო, თავიდან დაიწყეს თავისიანებით, მაგრამ დღეს გაქანებული ძირითადად სლავები უზის დღესაც, მაგრამ ინგლისურად გადაგებს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ინგლისურენოვანი ადამიანიც შეუერთდება. ამიტომ ეს ნორმალურია, თუ ჩვენი აქცენტი იქნება ძირითადად საქართველოს შვილებზე, რომლებიც მანდ ცხოვრობენ, თუმცა სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ პარალელურად ჩვენ ვიმუშაოთ და ვიმოქმედოთ სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებთან. შემდეგი ნახეთ როგორი მომენტია იესო ქრისტე რაზე ამახვილებს ყურადღებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის. აი ჩვენ ხედავთ უფალი იესო ქრისტე რაზე ამახვილებს ყურადღებას, როდესაც სახარების საქადაგებლად აგზავნის თავის მოწაფეებს. როგორც უფლისაგან მიიღეს უსასყიდლოდ, თვითონაც ვალდებულნი იყვნენ უსასყიდლოდ გაეცათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის, იმიტომ რომ აი მეგობრებო, უფრო ტელეევანგელისტებს ჩვევიათ ხოლმე, მაგრამ საქართველოშიც კი ყოფილა ესეთი პრეცედენტები, რომ ადამიანებმა როდესაც დაინახეს, რომ ღმერთი მათგან მოქმედებს, იცით როგორ ხდება ხოლმე, აი სოფლებშიც მინახავს, შეიძლება ბევრი ფული არ ქონიათ, მაგრამ რომ დაინახეს, რომ ღმერთმა პასტორის ხელიდან ან რომელიღაცა მსახურის ხელიდან იმოქმედა, მიდიან მერე სახში რაღაცა კონსერვები მიუტანიათ, რაღაცა ზოგს ხორბალი მიუტანია, ზოგს საკლავი მიუტანია, ესეთი რაღაცეები ხდება იქ, აი წმინდა წერილში ვხედავთ, რომ ხარები მორეკეს და შეწირვა უნდათ და აი ახლა თუნდაც მიუტანე, ხო პატივისცემის გამოხატულებაა რაღაც. არა, მე სხვა რაღაცას ვაკეთებ, რომ მიუტანე კარგია იქ რომ მიუტანე, მაგრამ მე რაზე ვლაპარაკობ, იცი? ჩვენ მსახურებს უნდა კონდეს ფხიზელი გული. და მე რაში გადაზრდილა ეს, იცით? აი რამოდენიმე ადამიანი ეკლესიიდან ყავს გარეცხული ამის გამო, რომ იწყებდნენ ხოლმე კეთილნიადაგზე საუბარს. აი კეთილნიადაგზე უნდა თესო თუ გინდა რომ მოიმკა და საბოლოო ჯამში საუბარი და გადაგება იმით თავდებოდა ხოლმე რომ კეთილნიადაგი ეს მსახური იყო და ყოფილა შემთხვევები, როდესაც ოქროს შესაწირავები სახურეები, ბეჭდები მოუხსნიათ ქალებისგან და ხდება ხოლმე ესე. და ერთხელ ესეც აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა მსახურმა მეორე მსახურის ცოლს აჩუქა მერე საჩუქრად საყურეები და მერე ვიღაცამ დაინახა ეს საყურეები. ნუ ეს მე შევწირეო და შენ იმას და მთელი სკანდალები იყო. ადამიანები, როდესაც აი საზიზღარი შენაძენის გამო არ გავენ ამ უდიდეს მისიას და იესო ქრისტემ პირდაპირ მოგცა დავალება ჩვენ. უსასყიდლოდ მიიღეთ და უსასყიდლოდ გაეცით. განკურნებაში, ქადაგებაში ფული არ უნდა აიღო. თუმცა სხვა ადგილას იმას ამბობს, რომ მსახური სახარებიდან უნდა იკვებებოდეს, მაგრამ ეს სულ სხვა რაღაცა არის. როდესაც ადამიანის мотиваცია ხდება უკვე, რომ ფული იშოვნოს, ან რაღაცა სარგებელი ნახოს და ამის გამო იწყებს ქადაგებას, ეს უკვე ძალიან სერიოზული მიზეზია, რომ განგაში ავტეხოთ და სულიწმინდა, რა თქმა უნდა, შენთან ამ საქმეში ვერ იქნება. ამიტომ ეს შემთხვევით კი არ გვითხრა უფალმა იესო ქრისტემ, როდესაც შენ სახარებას ქადაგებ, ხიზლად იყავი, რომ შენი გული ანგარებას არ დაექვემდებაროს. რაღაც არ გინდოდეს და ეს ანგარება მაინც და მაინც ფული ნუ გეგონება. შეიძლება ადამიანს უქადაგო, იმიტომ რომ დაუმტკიცო შენი თეოლოგიური სისწორე. არც ეს არ არის. ანუ ვიღაცას გონი ხარ სექტანტი და შენ ძალიან გინდა რომ უფალმა შენი ხელიდან სასწაული მოახდინოს, რომ შენ სექტანტი არ ეგონო. ეს არ არის мотиваცია, мотиваცია არის იმ ადამიანის გადარჩენა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან წვრილი განსხვავება, ძალიან უხილავი ზღვარი არის. იმას შორის რომ შენ ვიღაცა სექტანტი არ ეგონო და იმას შორის რომ ვიღაცის გადარჩენა გინდოდეს. აი ძალიან მნიშვნელოვანი мотиваცია არის და განსხვავება არის ამაში და იზლები უნდა ვიყოთ. თუმცა შეიძლება ის რომ ვიღაცა რომ მიხვდება რომ შენ სექტანტი არ ახარ, სწორედ ეს გახდეს საწყისი იმისა რომ ეს ადამიანი
იესო ქრისტეს მიიღებს და ეკლესიაში დაიწყებს სიარულს, თუმცა შენი სურვილი არ უნდა იყოს ეს, რომ შენი საკუთარი სიმართლე დაამტკიცო. შენი მამოძრავებელი სურვილი უნდა იყოს ადამიანის გადარჩენა, იმიტომ რომ იესო მოვიდა არა იმის დასამტკიცებლად, რომ ის მართალი იყო და ყველაზე ძლიერი იყო. მაშინ ის ჯვარზე შეძლებდა ამის დამტკიცებას. ის მოვიდა იმისთვის, რომ ფასი გადაეხადა ჩვენთვის, ის მოვიდა იმისთვის, რომ ადამიანები, დაკარგული ადამიანები მოეძებნა და გადაერჩინა. ამიტომ უსასყიდლოდ მივიღეთ, მხოლოდ ეს ფულზე და ვერცხლზე არ უნდა გაკეთდეს აქცენტი აქ. უამრავი რამე შეიძლება იყოს სარგებელი ჩვენი პირადი შერეული აი ამ უდიდეს მისიაში, რასაც ქვია სახარების ქადაგება. მეხუთე, საბოლოოდ იესომ დაარიგა ისინი, რომ ისეთი ნივთები არ წაეღოთ გზაში, რაც საჭირო შეიძლებოდა ყოფილიყო მათთვის და არც საგზალი, რადგან თუ ღმერთის ერთგულებით არჩებოდნენ, თავისი თვალებით იხილავდნენ მათი საჭიროებების დაკმაყოფილებას. ვინაიდან, აი მათეს 10:10-ში წერია, ვინაიდან მუშა ღირსია თავისი საზღაურის, ანუ უფალი გეუბნება შენ. აი მათეს 10:08-ში ის გითხრა, რომ უსასყიდლოდ მიიღე, უსასყიდლოდ გაეცი, მაგრამ 10:10-ში გეუბნება, რომ შენ ჩემო კარგო, ჩემს თვალში იმსახურებ საზღაურს. და ნუ გეშინია, მე შენ უზრუნველყოფ, აი რა კაი აქცენტებია გაკეთებული უფალი იესო ქრისტეს, როდესაც ადამიანებს აგზავნის სახარების საკადაგებლად. როდესაც ადამიანებს აი ამ მისიაში რთავს. შენ როდესაც სახარებას იქადაგებ, გახსოვდეს, რომ უსასყიდლოდ მიიღე ჩემგან ეს და უსასყიდლოდ უნდა გაიღო, მაგრამ ამავე დროს ის რომ მე შენზე ვზრუნავ, ეს დანახული იქნება იმის აღიარებით, რომ მე შენ ღირსად ვთვლი, რომ საზღაური მიიღო. და ამაზე მე ვიზრუნებ. და იმისათვის, რომ შენ ეს დაინახო, შენ იმედი არ უნდა დადო შენს ფინანსებზე, შენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, თუნდაც შენს განათლებაზე. იმიტომ რომ აი ეს მომენტი არის ხოლმე ხელის შემშლელი, როდესაც ადამიანებს ვეუბნებით, რომ აი საქადაგებელია, წასასვლელია იქ, შენ შემთხვევაში ადამიანის გონება მიდის სად? აი ამის ფული არა მაქვს, ეს არა მაქვს, განათლება არ მიმიღია, ჯერ სულიერად მზად არა ვარ და იესო ქრისტე გეუბნება, რაც გაქვს, ისიც კი არ წაიღო. რაც შეგიძლია, იმაზეც კი ნუ გააკეთებ აქცენტს. იმედი უნდა დადო ჩემზე. უნდა გახსოვდეს, რომ მე ვარ შენი უზრუნველმყოფელი, როდესაც სახარების საკადაგებლად მიდიხარ, იმიტომ რომ აი ამაზე თუ ყურადღებას არ გაგვიმახვილებდა ჩვენ უფალი იესო ქრისტე, საბოლოო ჯამში შეიძლებოდა ეს ყველაფერი გადაზრდილიყო რაში, იცით რომ ადამიანები დაიწყებდნენ უსაშველოდ მზადებას, ფსიქოლოგიური, სულიერი, თეოლოგიური, ფინანსური, ყველაფერი ეს უნდა მოამზადო, ყველაფერი ეს უნდა მოაწესრიგო და შემდეგ უნდა წახვიდეს საკადაგებლად და ამას შეიძლება საუკუნეები წაიღო, იმიტომ რომ ზოგი იტყოდა, რომ ეს დიდი მისია, ამისთვის ძალიან დიდ ხანს უნდა მოემზადო. ეს პატარა მისია, ამას ერთი კვირაც ეყოფა და უსაშველო დაუსრულებელი პროცესი იქნებოდა ეს. ამიტომ იესო ქრისტე გეუბნება შენ დღეს. მიიღე უკვე ჩემგან უსასყიდლოდ, უკვე დაიწყე ამის გაცემა. არაფერი არ გჭირდება შენ გარდა შენი მოლაპარაკიანისა და შემოსილი ფეხებისა მზადყოფნაში, რომ წახვიდე და იქადაგო. დაინახე ადამიანის საკადაგებლად, ნუ დაიწყებ უსაშველოდ მზადებას, იქადაგე, დაიქადნე, მიეცი უსასყიდლოდ. გახსოვდეს, რომ მე შენ უზრუნველყოფ ყველაფრით, რაც გჭირდება იმისთვის, რომ შენი თავიც გაიტანო, შენი საჭირო დასაკმაყოფილებელი მინიმუმი თუ მაქსიმუმიც გქონდეს და იმ ადამიანებზეც იმოქმედოს ჩემმა სულმა განკურნებით იქნება თუ განთავისუფლებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის, აი, ბევრჯერ დაიჭერთ თქვენ თავს, ისევე როგორც მეც არაერთხელ დამიჭერია, როდესაც ადამიანთან გადაგების სურვილი მაქვს და რაღაცა ლოგიკურ ახსნა განმარტებებს ვეძებ, რომ აი ჯერ მოვამზადო სიტუაცია, ჯერ ესე ვქნა, ჯერ ისე ვქნა და ასე შემდეგ და სინამდვილეში ამით ჩვენ ღმერთს ოჭავთ და ვერ ვაკეთებთ საქმეს. შემდეგი დარიგება. მეექვსე დარიგება, აი თითქოს უნიშნელო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. რომელ ქალაქშიც ან სოფელშიც შეხვალთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული და იქ დარჩით, ვიდრე გამოხვიდოდეთ.
აი როგორი მნიშვნელოვანი მომენტი არის. ამით იესო ქრისტე ფაქტიურად მოწაფეებს ასწავლიდა აი პოტენციური საბაზისო ადგილის დაფუძნებას. რაც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს უგულებელყოფილი. აი ერთხელ მე უბნის მსახური რო ვიყავი, ტრადიციულად ერთ ისეთ ოჯახში იკრიბებოდნენ ხოლმე, იქ უჯრედი იკრიბებოდა ხოლმე, სადაც მაინც და მაინც დიდი მორალური სისუფთავით ვერ დაიკვეხნიდნენ და სხვათა შორის აი გენადი მანდ რო გადის ჩვენი ძმა გენოს გამოვესაუბრე, იმიტომ რომ იმ უბნელი იყო და ვკითხე რა ხდება მეთქი ხალხი რას ლაპარაკობს და გენო მითხრა რომ ძალიან ცუდი ხმები დადისო რა იმ ქალის შვილიშვილზეო და პოლიციელები აკითხავენო, საყვარლებიო, ვიღაცეებიო, ისო და მანდ როგორი მომენტია ვიცი გურო, აიო არ გეწყინოსო რა და ძალიან არ მიხარიაო რომ ჩემი დაო და ჩემი დები და დედა ჩემი მანდ მოვიდნენ მაგ სახშიო, იმიტომ რომ მეზობლები რას ეტყვიან. წარმოგიდგენიათ როგორი მნიშვნელობა აქვს ვისთან გხედავენ შენ თუნდაც აი სამეზობლოში. აი სამეზობლოში ხარ რომ შემოვდივარ საკმაოდ ისეთი ძვირიანი მანქანა მყავს და აქ რამოდენიმე ისეთი ცნობილი დიდი თანამდებობის პირები ცხოვრობენ ჩემ ეზოში. და ამ ადამიანებთან კონტაქტი მაქვს დამყარებული და ამ ადამიანებთან ერთად ვცდილობ ხოლმე რომ სახარებაზეც ვილაპარაკო, რამოდენიმე მათგანი სადილზეც მყავს დაპატიჟებული, აი მოგიყევი თქვენ ადრე რომ გადმოვედი რამოდენიმე ისეთი გავლენიანი ადამიანი, ვისაც რაღაცა მოეკითხებოდა, 127 ოჯახი ცხოვრობს აქ ჩემს სამეზობლოში, ჩემს კორპუსში. დავპატიჟე ერთი 10-12 ადამიანი, 1-2 ცნობილი ჩემი ძმაკაცის დავპატიჟე აქ ისეთი თანამდებობის პირები, შემდგარი ესეთი ცნობილი ადამიანები და დავსვი ეს ადამიანები მაგარი პურმარილი გაუშალე და იმათან სახში ცოტა ძველი დრო არის იქ ვერ მოხვდებოდი თუ არ დამპატიჟებდნენ და ჩემთან მოვიპატიჟე და ამ ადამიანებს უქადაგე მაგარი პურმარილის ფონზე და ამ ადამიანებს მოუხდინე ზეგავლენა ასე ვთქვა და ეს ადამიანები რო ქუჩაში რო გავდივარ და ხელის აწევი და ჩემ ძმას გაუმარჯოს და როგორ ახარ და ერთი კაცი ესე მხვდება ხოლმე ძალიან ცნობილი კაცი არის კოლორიტი არის უბნის და კაცზე მაღალი და ღმერთზე დაბალი ესე მხვდება ხოლმე უმაგრესი კაცი რეკლამას მიკეთებს ხოლმე ყველგან და მამას წირად მეუბნება მე აქ თავრობაში მუშაობს ერთი ძალიან დეპარტამენტის ხელმძღვანელი არის ქიმიური რაღაცა იარაღების და იმეების შესწავლაში და ამერიკაში ხშირად დადის ხოლმე და სუფრაზე მოხდი იმასთან და ის კაცი მე დავიჭირე ბათუმში კონფერენციას რო ვატარებდი ეს კაცი იქ ცხოვრობდა იქ იყო იმ სასტუმროში თავის დეპარტამენტი და რო დავიჭირე დავპატიჟე რესტორანში უქადაგე იესო ქრისტე რაღაცა და ეს კაცი ღმერთზე დაბალი კაცზე მაღალიო რომ ეძახის ხოლმე მოხვედრილან სუფრაზე და იმას უთქვია ის მაღალი თანამდებობის პირი რო არის ამისთვის რომ ეს რა კაცი ყოფილაო რები მომიყვაო იქო რაღაცა დაუმოწმე იესო ქრისტეზე და მე მოვხედე აბა რა გეგონათო რო გეუბნევოდითო მაგარი კაცი არისო ვიცი ანუ რეკლამებს თვითონ მიკეთებენ მეგობრებო ეს ადამიანები ცნობენ კიდეც ალბათ გურამ ხო ხადაგებები რომ მიდება და რაღაცები რომ ხო ინტერნეტში ალბათ ეხლა უკვე მე ინტერესდებიან ზოგი Facebook-ზე მყავს ზოგი იმაზე მყავს ზოგი ამაზე მყავს და უგდებს კიდევაც რაღაცებს მაგრამ აქ ლაპარაკი რაზეა იცი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვისთან დაგინახავენ ვისთან შედიხარ იმიტომ რომ ჩვენს ღირსებასაც და ავტორიტეტსაც უნდა გაუფრთხილდეთ მეგობრებო ადამიანები აი ესე საზღვრავენ რაღაცნაირად რა იესო ქრისტე გეუბნება რომ აი სოფელში რო შეხვალან ქალაქში მონახე ღირსეული ოჯახი და იქ დარჩით ვიდრე იმ ქალაქიდან გამოხვიდოდეთ რატო ღირსეული ოჯახი რო ღებულობს შენ ეს ყველა იმ ოჯახისთვის არის მაგალითი ვისთვისაც ეს ოჯახი ღირსეულია ვისზეც ამ ოჯახს ზეგავლენა აქვს როგორ ადამიანებზე ახდენ შენ ზეგავლენას ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ხა მაგალითად ჩვენ ერთი ცნობილი მომღერალი ყავს აქ ჩვენ ეკლესიაში და ვლაპარაკობთ ხოლმე რომ საკმაოდ ცნობილი არის რომ ნიუ-იორკში ჩამოვიყვანო და კონცერტი გავამართვინო ქართველებისთვის იმიტომ რომ იცნობენ ხელოვან ხალხი აი გველესიანი ხო მე მაგალითად მან ხო თუნდაც ხო და ლიკა შენ ნათესავი ხომ არ არის არა ნათესავი არა
ჩემი არა, მაგრამ ლიკას შეიძლება იყოს ხო? ლიკას ვამბობ, ხო? როგორი კარგი ხმა აქვს. ხო, ძალიან მაგარი. ხო და იცნობს ძალიან ბევრ ადამიანს და გვაქვს პერსპექტივაში. ამის გარდა კიდე შეიძლება იყვნენ ცნობილი ბიზნესმენები, ხა მან დაიბა ალასანიასთან ერთად რო ვიყავი ჩამოსული, რამოდენიმე ადამიანი გამაცნო საკუთარი კლინიკები და ისინი რო აქვს ნიუ-იორკში და მთელი ამბები და აი რაღაცა მომენტში, როდესაც ჩვენ ამისთვის მომწიფდებით, ხო? შეიძლება ამ ადამიანებთან ურთიერთობას ხაზი გაუსვა სადღაც გარკვეულ წრეებში, ან თუნდაც რო ჩამოვდივარ ხოლმე მან ეხლა იქ ვაშინგტონში და იმაში რომ მივდივარ იქ ქართველებს ხვდები ვიღაცებს, აი მან რო ჩამოსული ვიყავი ერთხელ მაჭავარიანს და გიგი წერეთელს შევხვდი ალასანიასთან ერთად რო ვიყავი. და იცით რომ გიგი წერეთელი ცნობილი არის გარკვეულ წრეებში, რო არის უჯრედის ბიბლიური ჯგუფის ხელმძღვანელი. წარმოგიდგენიათ? ესე იცნობ. გიგი წერეთელი. პოლიტიკოსი რო არის ნაციონალური პარტიიდან. რამე შეხება ქონდა თუ? რომ მე კი არ მქონდა შეხება, ქრისტიანებთან მქონდა იქ შეხება და უჯრედის ქრისტიანი პოლიტიკოსების უჯრედის ხელმძღვანელად ითვლებოდა გიგი წერეთელი. აჰა. წარმოგიდგენია? ყველაფერი მოჩვენებითი იყო, მაგრამ ეგ მე მან გავიგე ვაშინგტონში რო ჩამოვიდა. ასე რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ერთ-ერთი შემადგენელი აი რო ჩამოხვალ გურამ ხო, ის ქართველი შვილმა გუშინაც მომწერა, ერთი უნდა უთხრა რომ მოვიდეს მაგ დროს. მარტო ჩემ ჩამოსვლას რასელოდებით, მანამდე ჩამოიყვანეთ, ხვალისთვისაც დაპატიჟეთ თუ ხო, მაგრამ ეხა ეს ყოველწლიურად რო არა აქვს, მაგრამ მაგ ყოფილა ეს სათვისტომოებთან და იმეებთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფი, გადაღებული აქვს სურათები ნიუ-იორკის მერთან და ვიღაცეებთან. რაღაც დაჯილდოებებში იღებენ მონაწილეობას, გამოჩენილ ცნობილი ქართველები და რაღაცეები. ხა ეგ აქტიური იყო. ამა შენ არ დაგაკომპლექსო, სპირიკით დაუძახე და უთხრა. არა, სულაც არ მოკომპლექსებს. სხვათა შორის ჩვენი ბუთხუზა ზურიკო გაჩეჩილაძე მან რო იყო. წამოსვლის წინ მითხრა უბრალოდ ვეღარ მოვასწარი მე თუ წამოვედი და მაშინ მითხრა. ტრამპის პარტიის წარმომადგენელი არისო, რესპუბლიკელებისო, მითხრა და ქართველი ბიჭი არისო და წინა საარჩევნოთო ჩვენ ხალხთან შეხვედრა უნდაო და ჩვენი ეკლესიის პასტორთან შეხვედრა მთხოვაო და მივცეო ნომერიო, ქართველი ბიჭი არის და ამაკავშირა შევხვდეთო რაღაცაო თუ რაიმეს გაკეთება შეგვიძლიაო თქვენთვისო, ანუ ესეთი მომენტები არის, რომელიც აუცილებლად წამოიწევს და ჩვენ ამისთან რაღაცეებზე ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ახლა რაც მოცემული არ გვაქვს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი იესო ქრისტე, როდესაც სტრატეგიაზე ლაპარაკობს, ის არ ეპუება მეფეებს, მთავრებს, მაღლამდგომ ადამიანებს, მდიდარ ადამიანებს პირიქით. ის გეუბნება, რომ ამათ ჩაავლეთ ქებში ხელი, ესენი დაიქვემდებარე და ამის მეშვეობით კიდე უფრო მეტზე გავლენას. აი რომ ამბობს გურამ წადითო და სადაც ღირსეული ოჯახი იქნებაო, იქ მიდით. რომ ეს ტრადიცია იყო, რომ ვისთანაც მიხვიდოდი, უბრალოდ მიგიღებდნენ, ყველა ოჯახი კარებს ხსნიდა მაშინ თუ როგორ იყო? მაშინ კულტურის ნაწილი იყო, როდესაც მიდიოდი, რა თქმა უნდა, ახლა შენ ცოტა შესაფერისად უნდა ყოფილიყავი, მაგრამ უკვე რომ მიდიოდი, კულტურის ნაწილი იყო, მას უნდა მიეღე შენ და შენ უნდა გქონოდა ახლა გაბედულება. აქ ჩვენ დღეს ეს რაში შეიძლება გამოვიყენოთ? ჩვენ უნდა გქონდეს გაბედულება, რომ აი ასეთ თვალსაჩინო ადამიანებს უქადაგო. ასეთ თვალსაჩინო ადამიანებზე მოვახდინოთ ზეგავლენა. მეუფეებისთვის გვაქვს ნაკადაგები. აი სინოდის წევრებისთვის და უტირიათ ტაში დაუკრიათ და საჩხერეში რო ვიყავით მეუფე დანიელთან, რომელიც ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება შემდგომი პატრიარქის, ხო? პასტორი მამუკაც მიუყვანე, ეპისკოპოსი ოლეგიც იყო, ეს დევიდ ჰეთევეი ჩავიყვანე, ზაზა იმან რომ ყავდა ზაზას მეშვეობით. ზაზას უთხარი, მიდი კაი პურმარელი იციან მეთქი, გააშლევინე მეთქი სტუმრად ჩავიყვანე და უქადაგე და ამ კაცს რემლები მოზდის და ტაშს უკრავს და ძალიან დაგვაპურეთ სულიერათო მეუფე გვეუბნება ჩვენ და რა გავაკეთე იცი სუფრაზე რო ეждენ აქეთ ეს საჩხერეში ეპარქიის ხელმძღვანელია და რეზიდენცია აქვს მეუფე დანიელს და აქეთ მიზის პასტორი მამუკა რომელსაც ნახევარი საჩხერე სექტანტს ეძახის და აბა ეხლა მე ვთხარი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული დღეა მეთქი და ხელი ჩამოვართვით მეთქი ქრისტეს მსახურებმა ერთმანეთს და მეუფე დანიელს და პასტორ მამუკა ტალახაძეს ხელი ჩამოვართვევინე მეუფე დანიელის რეზიდენციაში სუფრასთან გაშლეს და მე სურათი გადაუღე.
და მერე პასტორ მამუკაშ ჩაუგდე და მე ვთხარი თუ ვიღაცა დაგიწყებს ლანძღვას და იმას პასტორ მამუკა რომელი იმის არის? მამუკა ტალახაძე საჩხერის ეკლესიის მწყემსია. აჰა. დაგიწყებს ლანძღვას და დაგიწყებს რა აუფლებით გადაგებდა რაღაც ამოვღე და ეს სურათია ჩვენი რომ აგერ მეუფე დანიელთან მეგობრობ და არაფერი პრობლემა არ აქვს. იცით, ჩვეულებრივი ერთი მომენტი არის. მაგრამ მე აი ამ მუხლს ასე ვღებულობ რა. ვინც არის იქ ღირსეული, შედით იქ დარჩით, რომ აი ამ ადამიანთან ურთიერთობა ველასათვის დასანახი იყოს იმისთვის, რომ შენ სახარება იქადაგო. შეიძლება ეხლა ეს ვიღაცამ არ ჩამითვალოს დიდ გულწრფელობად, მაგრამ იესო ქრისტეს ტაქტიკაში ამას ვხედავ. მე პირადად ამას ვხედავ. თუ ვინმე სხვა რამეს ხედავს, სხვანაირად ამეცნას. ჩემთვის მაგალითად ხო, მე რო ჩავდივარ რა, ეხლა აი მაგალითად ოზურგეთში ვიღაცები მიუვარდნენ ჩვენ პასტორს. საშა არის ბერაძე და ახალი სამლოცველო სახლის აშენებას აპირებს და გავიგეთო ვიღაცები მივიდნენ და აქო არა გაშენებინებთო და ისაო და დამირეკეს ეხა მე რომ იქნება ვინმე ჩააყენო და საქმის ყურშიო და მე ვთხარი გვარები გამიგეთ არავის არ ჩავაყენებ ჯერ საქმის ყურში ჩამოვალ მე ვთხარი მან მივალ პოლიციის უფროსთან შევალ პირდაპირ ვეტყვი ვინა ვარ რას წარმოვადგენ და ვეტყვი რომ მიხედე ერთი ამას ეს ხალხი ამილაგმე რომ პოლიციის უფროს მოვთხოვო პასუხისგებლობა ჩემი სანაცნობოს გამოყენება შემიძლია ამისთვის ყველაფერი და იმას დავავალო რომ შენი ფხიზლი აქვს რომ შენი მოქალაქის უფლებებს არ ღვევენ და ხელს უშლიან და დისკრიმინაცია აქვს იმიტომ რომ პირდაპირ რომ ჩაავლებ აი ამ ხარს რქებში ხელს ხო გაცილებით მეტის კეთების საშუალება გიჩნდება თორე დადე ეხლა დადექი ეხლა სადღაცა გაჭირვებულ ადამიანთან რასაც აუცილებლად უნდა მივხედოთ იგივენაირად მაგრამ იცით ქვეყნიერება როგორ საზღვრავს აი თუ აი მე გითხარით რომ მსახურებები გავაჩერე იმ სახში იმიტომ რომ იქ იმ ოჯახის წევრი აღვირახსნილი ცხოვრებით ცხოვრობდა და მე რო იქ დავდიოდი 50-იანელი პასტორი ასე ვთქვათ მსახურებისთვის ხო გარშემო მყოფი ადამიანებისთვის მეც იგივე ასოციაციას ვქნიდი რომ ვიღაცა უბედური უბადრუკი აღვირახსნილი გარყვნილი ხალხი არიან და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვისთან ხედავენ რას აკეთებს, საიდან იწყებ ქადაგებას და ეს ყოველთვის ერთ-ერთი არ ჯდება, მაგრამ როცა ამის საშუალება არის, ჩვენ უნდა გქონდეს გაბედულება, რომ რაც შეიძლება მაღალი რანგის ადამიანებს გაბედულად შევიდეთ, უქადაგოთ და ამ ადამიანებს, როდესაც მოვიყვანთ ეკლესიაში, ის ადამიანები ძალიან ბევრისთვის გახდებიან мотиваციის შემქმნელები, რომ ისინიც მოვიდნენ ეკლესიაში. აი ნახეთ ახლა თუნდაც ჩარლი კირკის მკვლელობამ რამხელა რამე გამოიწვია. პოლ მაკარტნი რო გამოვიდა და მხარი დაუჭირა ჩარლი კირკის, ხო? ეს მთელი ბიტლზების და რინგო სტარი გამოვიდა, მთელი ბიტლზების თაყვანის მცემლებისთვის ძალიან დიდი სიგნალი იყო, რომ ჩარლი კირკი ყოფილა ჭეშმარიტების მხადაგებელი. რამდენი ადამიანი გამოვიდა ცნობილი ვინც აი მხარი დაუჭირა და თქვა რომ ეს არის turning point-ი ამერიკისთვის და ჩვენ პატივს უნდა ვცემდეთ და ჩარლი გმირია და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრებო ძალიან ბევრი ადამიანისთვის ჩარლი არავინ არ იყო საერთოდ მაგრამ პოლ მაკარტნი ვიღაცა იყო და პოლ მაკარტნი ხმას რო გაიგებს და პოლ მაკარტნი რო სურათს დადებს რომ ჩარლისთან შეხვედრა ქონდა და დიდ პატივს ვცემს ეს ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდენს სხვა ჩვეულებრივ ადამიანებზე, როცა დაინახავენ მის მასთან ურთიერთობას. ამიტომ ჩვენ აი ეს პირდაპირ ჩაგვიდოს სახარებაში. უფალმა იესო ქრისტემ და მოწაფეებს პირდაპირ უთხრა, როდესაც შეხვალთ სოფელში ან ქალაქში, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული და იქ დარჩით, ვიდრე გამოხვიდოდეთ. რომ ეს ადამიანებზე მოქმედებს, იმიტომ რომ ადამიანები აი ამით იმართებიან და ჩვენ ეს მოხერხება და სიბრძნე უნდა გქონდეს. შემდეგი მოკლედ არიგება, რასაც უფალი იესო ქრისტე გვეუბნება, არის ის, რომ უნდა ველოდოთ სიძნელე. ანუ ნუ გვექნება ისეთი წარმოდგენა, რომ როცა სახარებას ვიქადაგებთ, ყველაფერი იავარდებივით იქნება მოფენილი. ბუნებრივია, რომ ჩვენ გქონდეს რაღაცა სიძნელეები, გამოწვევები, იმიტომ რომ თუ ჩვენი მასწავლებელი, ჩვენი მოძღვარი
იდევნებოდა მას ლანძღავდნენ, ჩვენ მისი მოწაფეები, ჩვენს მასწავლებელზე მაღლა ხო ვერ ვიდგებით. მონა თავის ბატონზე დიდი არ არის. ამიტომ თუ იესო ქრისტეს ღებულობდნენ, ჩვენს მიგვიღებენ, თუ იესო ქრისტეს ადიდებდნენ, ჩვენს განგვადიდებენ, მაგრამ თუ იესო ქრისტეს დევნიდნენ და აფურთხებდნენ, არ უნდა გამორიცხო, რომ ეს სიტუაციები შენ შეიძლება შეგვხვდეს და ნუ იფიქრებთ, რომ რაღაცა არაბუნებრივი მოხდა, რაღაცა არასწორად გააკეთე, პირიქით, როცა სწორად აკეთებ რაღაცებს, იქ სირთულეებიც იქნება. 10-დან შეიძლება 2-მა მიიღოს, 2-მა გაგლანძღოს, 6 ნეიტრალური დარჩეს. ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს უნდა იცოდე, რომ დღის წესრიგში დგას ეს საკითხი. ჩვენ უნდა ვიყოთ სიძნელეების მოლოდინში. ერიდეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი გადაგცემენ სინედრიონს და თავიანთ სინაგოგებში გაგშოლტავენ. წაგიყვანენ გამგებლებთან და მეფეებთან ჩემ გამო, მათთვის და წარმართათვის დასამოწმებლად. იცით, აი ასეთ სიტუაციებსაც ძალიან ხშირად ღმერთი იყენებს ხოლმე, რომ რაღაცა კონფლიქტი რო შეიქმნება, პირიქით უფრო მეტი რეკლამა განივრცოს. აი მე მახსოვს სპორტის სასახლეში რო ქონდა ეს სამდღიანი 2010 წელს ტელევიზიები მოვიდნენ და მართლმადიდებლების რადიკალური ჯგუფები მოგვივარდნენ და ზოგიერთი ტელევიზია ცდილობდა რომ იქ დაეჭირათ რაღაცა თაღლითობაში, ჭყალებში მსახურება და მსახურების პროცესი ემხილათ და გამოვიდნენ ახლა და ლანძღავენ რომ აი სატანისტები არიან, არ წახვიდეთ ხალხო, იქ ხალხს კურნავენ, მაგრამ იქ ცუდია სინამდვილეში არ ეკურნება და ტელევიზორში ამებს აცხადებდნენ. ხალხმა ეს რეკლამად გაიგო რა. თქვენ რო გლანძღავდნენ, ამ ლანძღვაში რაც შეიძლება უფრო მეტი ანტირეკლამა გამოვიდა ტელევიზიით თქვენ შესახებ და ადამიანები მოდიოდნენ. თითქმის 3 დღე 10,000 კაციანი დარბაზი სავსე ქონდა და მე ერთი აღარ მახსოვს რომელი არხი იყო, მეცხრე არხი იყო, მგონი მოვიდა და იქ ციგანი ქალი იყო ერთი, ბოშა ქალი გამოვიდა და დაიჭირეს, ნორმალურად ვერც ლაპარაკობდა და მივიდა ახლა ეს გოგო და თან უნდა ეთყობა სპეციალურად შეარჩიეს ესეთი რომ რაღაცა იქ დაბიო ხალხი ეჩვენებინათ, არ ეჩვენებინათ, კარგად მოლაპარაკე და გამოვიდა ახლა ეს ჟურნალისტი და ეუბნება და ახალ ამბებს შეაჩვენებენ კაცო. აიო იქ ამბობენო რომ ამ აფერისტების შეკრებაზეო, ამ მატყუარების შეკრებაზეო რომ ხალხიო ინკურნებაო და რა სიტყვი თუ ამაზო და ხო, მატყუარები არიან, აფერისტები არიან. აი მოვედი, სიარობა არ შემეძლო და ილოცეს ჩემთვის და სიარობა შემეძლია ხალხო იძახის. მატყუარები არიან და გამიკურნეო? მატყუარები არიანო, მაგრამ სიარული არ შემეძლო, თალაპარაკიც არ იცოდა ნორმალური. ილოცესო და ეხლა სიარული შემელია. ამ მატყუარებმა გამკურნესო და ეს ახალ ამბებში გავიდა რა. ანუ ნახეთ იესო ქრისტე რას ამბობს. იქნება რომ შენ სინედრიონს გადაგცემენ. იქნება რომ ვიღაცეებს მოგიგზავნიან რომ გელაპარაკონ. გაგშოლტავენ, გამგებლებთან წაგიყვანენ, მეფეებთან წაგიყვანენ, პოლიციის უფროსთან წაგიყვანენ, ვიღაცეებთან წაგიყვანენ, მაგრამ ეს ყველაფერი იმისთვის ხდება რომ მათთვის და წარმართებისთვის შეძლოთ დამოწმება. სხვანაირად როგორ უნდა მოახერხოს ღმერთმა. პოლიციის უფროსი შეიძლება შენთან კრებაზე არასოდეს მოვიდეს, მაგრამ ეპისკოპოსი ოლეგი ყვება ხოლმე. დამიჭირესო პატარა ბიჭიო, შემიყვანეს პოლიციის უფროსთან თუ უშიშროების უფროსი იყო და მელაპარაკებაო, იმას მიშვება, ამას მიშვებაო და ვერაფრით ვერ შემაშინაო რა. და ბოლოსო სახარება მთხოვო. წარმოგიდგენიათ ხალხო? ეს პატარა ბიჭი 21-22 წლის ბიჭი რო ვერ შეაშინა და ეს უმოწმებს და რაღაცა და ხდება ეს კაცი რომ რაღაცა განსაკუთრებული რწმენა აქვს ამ ადამიანს, იმიტომ რომ სული წმინდა მუდმივობს. ამიტომ ამას დამცირებად კი ნუაღიქვამთ. მით უმეტეს თუ კი დაგვამცირეს კიდეც იესო ქრისტეს ამცირებდა და ჩვენ ბატონზე დიდები ხო არა ვართ. ეს უნდა გახსოვდეს, სადღაცა თუ ვიღაცა საკამათოდ მოვიდა შენთან, სადღაცა თუ ვიღაცა გასალანძღად მოვიდა, ეს უნდა განიხილო არა როგორც შენს დამცირებად, არამედ როგორც მორიგ შესაძლებლობად, რომ ამ ადამიანებსაც დაუმოწმო ცათასასუფევლის მოახლოება და ისიც უნდა უთხრა, ხო არ გინდა ვილოცოთ რომ განიკურნო შენც. შენც განკურნავს ღმერთი, რა პრობლემაა? აი ესეთი მომენტი და ღმერთი გაკურთხებს და ცხებს
შენს მსახურებას. აი კიდევ ერთი დარიგება. როცა უფალი იესო ქრისტე ამბობს, არ უნდა გეშინოდეთ, როცა სახარების საქადაგებლად მიდიხართ, იმიტომ რომ აი ამ გაბედულებას დიდი საზღაური მოყოფა. ზოგი შესაძლოა გააოცოს იესოს მიერ მოწაფეთათვის ხრის ძალისა და იმ წინააღმდეგობების შეფასების უფლების შეზღუდვამ, რომელსაც თავკერძა ადამიანები გამომსყიდველი სახარების გავრცელებისას გაუწევდნენ. იესო ქრისტემ ფაქტიურად შენ როცა გითხრა რომ არ უნდა გეშინოდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ იქნება ზეწოლა შენზე რომ შეშინდე. ეს უნდა გახსოვდეს, ოღონდ უფალი იესო ქრისტე გეუბნება არ შეშინდე. აი მოვა ეს შიშის შეგრძნება. მოვა ეს აი შეიძლება დემონური წინააღმდეგობაც იყოს. ვიღაცამ შეიძლება გითხრას, რომ ეხლა მოკლავ და მზად ახარ მოკვდე შენი ქრისტეს გულისთვის, რომელსაც მიქადაგებ. არ უნდა შეშინდე. აი ერთი ფილმი მახსენდება. პასტორი აწერია, რომ პასტორია მოხეტიალე მქადაგებელი თუ რაღაცა და ვიღაცა გააჩერებს მის მანქანას და ეუბნება, რომ შენ მზად ახარო, შენი ქრისტესთვის მოკვდეო, ეხლაო და იარაღს დაადებს და პასტორი დაიჩოქებს, ტირილს დაიწყებს და ეტყვის, რომ პატარა შვილები მყავსო თუ რაღაცა და ნუ მომკლავ ოჯახი მაქვსო და ეს კაცი შეხედავს და ეტყვის, რომ მეო ვერ დავიჯერებო ისეთი კაცის ქადაგებასო, რომელიც ქადაგებს მარადილ სიცოცხლესო და მზად არ არისო, რომ ამისთვის მოკვდესო. მე შენი სახარების არ მჯერაო და გაუშვებს და ეს შერწმენილი ეს პასტორი დგას ესე. აი ესეთი რაღაცეებიც ხდება. ხშირ შემთხვევაში, როდესაც შიშის ზეწოლა მოდის, აი როგორც წერია, ნურაფეში შეუშინდებით მოწინააღმდეგეს, ვინაიდან ეს მათთვის დაღუპვის ნიშანია. როცა შიშის ზეგავლენა არის, პირიქით მაშინ უნდა გახსოვდეს, რომ უფალმა იესო ქრისტემ გითხრა, ნუ გეშინია. არ გეშინოდეს. არ იქნები შენ ღმერთისგან მიტოვებული. მიუხედავად იმისა, რომ მოწაფეთა მოწმობა მათსავე სიცოცხლე შეუქმნიდა საფრთხეს, უსაფრთხოებას სულიწმინდა უზრუნველყოფდა. მათეს 10:20-21. მნიშვნელობა არ ქონდა რა შეემთხოვდათ მოწაფეებს, რადგან იესომ ყოველი მათგანი დაარწმუნა, რომ ვინც აღიარებდა მას ადამიანთა წინაშე, ის გახსენებული იქნებოდა ზეციერი მამის წინაშე და თან მან არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ჩვენი თმიდან ერთი ბეწვიც კი არ დავარდება ჩვენი მამის ნებასურვილისა და ჩვენი მამის თანხმობის გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემთვის ძალიან საყვარელი ადგილი არის ის აი მიიყვანეს სულსკრულთან რომ გადაეგდოთ იესო ქრისტე. მან კი მათ შორის გაიარა და წამოვიდა. იცი რა? თუ დადგა ჟამი რომ შენ მოკვდე, ვერავინ ვერ გადაგარჩენს. მაგრამ თუ ჯერ არ დამდგარა ის ჟამი რომ შენ მოკვდე, ვერავინ ვერაფერს ვერ გიზამს, იმიტომ რომ სულიწმინდა ზრუნავს შენზე, სულიწმინდა გიცავს შენ და შენ რადგან აღიარებ იესო ქრისტეს ადამიანთა და ანგელოზების წინაშე, შენც გაღიარებენ შენი ზეციერი მამის წინაშე და მთელი ზეცა გიყურებ შენ. ამიტომ შიშს ადგილი არ უნდა მივცეთ. შემდეგი უნდა ვიყოთ ბრძენი, როგორც გველნი და უმანკონი, როგორც მტრედნი. ისინი წარიგზავნენ როგორც სხვარნი მგელთა შორის. აი მეგობრებო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დარიგება არის. მოწაფეები, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას არ ეძებდნენ. ჩვენ აი ზოგიერთ მქადაგებელს უყურებ და თითქოს აი კონფლიქტურ სიტუაციებს თვითონ ქმნის. თითქოს აი არ ვიცი ხა შეიძლება ვწდები, მაგრამ ზოგიერთებს რო უყურებ, მეჩვენება შთაბეჭდილება მექმნება ისეთი, რომ ეს ადამიანი თავის გაბედულებას არ ეკლამებს და თავის მსახურებას არ ეკლამებს. თითქოს აი თვითონ უვარდება ისეთ ადგილებში ადამიანებს, სადაც მას არ ელოდებიან და იქ კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნის. არა, მოწაფეები წინააღმდეგობას თვითონ არ ეძებდნენ. გაამახვილა რა ყურადღება მართებულობასა და პრაქტიკურობაზე მიუხედავად უსაფრთხოების ზომებისა, ფაქტია, რომ სახარების ერთგულად ქადაგებისას წუთისოფელი მოწაფეების მიღებისათვის კეთილგანწყობილი არ იყო და არც ახლა არის. მაგრამ პირიქით, უფალი იესო ქრისტე გეუბნება, რომ შენ ბრძენი უნდა იყო. და თუ შეგიძლია, რომ
არ დაძაბო სიტუაცია და პირიქით გეუბნება მშვიდად გაეციო პასუხი ყველას ვინც ანგარიშს მოხავს შენი რწმენის გამო სხვა ადგილას წერია ხო ნახე რას გეუბნება კი გაგზავნი შენ როგორც ცხვარს მგლებს შორის მაგრამ შენ მშვიდად უნდა იყო ახლა ის რო დაგიწყებს ლანძღვას და გინებას შენ არ უნდა აყვე ახლა და შენს მუქარით არ უნდა დაიწყო საუბარი შეეცადე რომ მაქსიმალურად ძნულად მოიქცე რომ კონფლიქტში კი არ გადაიზარდოს სიტუაცია არამედ ქადაგებაში და ქრისტეს მიღებაში და სიყვარულში და მშვიდობაში აი სხვათა შორის ჩემი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე მინდა გითხრათ რომ ამაზე საკმაოდ მუშაობა მჭირდებოდა და მჭირდება ხოლმე აი გარეთ როდესაც გავდივარ და თუ ქადაგება მიწევს ხო და კონფლიქტური სიტუაცია მოდის ხო აი იქ მჭირდება მთელი სიბრძნის მოკრება და მთელი ჩემი სულიერების ჩართვა რომ უცებ არ აუყვე რაღაცას და იმიტომ რომ შიშის დაძლევა ერთია და აყოლა კიდე მეორეა თუმცა ესეთი სიტუაციებიც ყოფილა რომ აი ბრიყულად უნდა უპასუხო აი ვიღაცა ერთხელ ბუკლეტს ვაძლევ და მეუბნება რა არისო ესო იეღოვლური ხო არ არისო მე მეუბნება და შეტევაზე გადავედი და ვეუბნები ბიჭო შემომხედე მე ვთხარ გავარ ახლა მე იეღო რატომ აყენებ მე ვთხარი შეურაცხყოფას მე ვთხარი პასუხი უნდა მოგეთხოვო ეგრე რომ ყვირი ხარ და ემე და შეცვა უცებ არ მოელოდებოდა იმიტომ ხანდახან ეს სიტუაციაც არის ბრძნულად ამასაც ვთვლი მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენ საფრთხე გველოდება და გვაგზავნიან როგორც სხვართ მგელს შორის და მგლებს შორის და მთელი სიბრძნე გჭირდება მთელი გონიერება გჭირდება რომ სწორად მოვიქცეთ და არ აუყვეთ რაღაც სიტუაციებს და აი მაგალითად ერთ მომენტს გეტყვით ახლა ერთხელ ელექტროდეპოში მოგვივარდნენ ვიღაცეები რიკოტაჟის კლუბში რო ვიკრიბებოდით და ბასილის ხალხი მოგვივარდა და შიგით უნდა და ჩემოსვლა და გარეთ გავართ ახლა მსახურები არ უშვებ და ერთი ეს კაცი მივიდა და შეაგინა თქვენი სექტანტი დედაო და რაღაცა და აქეთ ახლა ეს შედარებით მომწიფებელი ბიჭი იყო ერთი და შენი დედაცო და შენი მამაცო მიაყოლა და იმან მერე აადო ამას გაიგე და მეორე დღეს მე მებლატაობდა თანათისავად მეკუთვნის ის ბიჭი და ქრისტეს გულისთვის ვიცემეო და მე ვთხარი იცი რას გეტყვი შენ ქრისტეს გულისთვის კი არ იცემე იცემე იმის გულისთვის რომ გინებაზე გინებით უპასუხე ეგ მომენტი იყო თუმცა მეორეს მხრივ ხო როდესაც აი ერთხელ ოლეგი წასული იყო და მე და გია ვიყავით ჯვარშეიშვილი დახურებაზე და უცებ პოლიციელები მოვიდნენ და გვეუბნევიან რომ ახლა დაიშალეთო სასწრაფოთო 150 კაციანი ჯგუფი მოყავსო მამა ბაზიცო და გარბევას აპირებენ თქვენსასო და ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ რა გავაკეთოთ და წავილოცეთ უცებ გულში და რაღაცა და გარეთ ავარ გასული გიაკრებას ატარებს და მევთხარი მოდი ერთ წუთით აქ იმ ჯგუფის ხელმძღვანელს პოლიციელს მოდი აქ მევთხარი ამოდი მეთქი ზემოთ კარები გავხსენი ესე ბოლოში იყო კარები შეიხედე მეთქი რამდენი ადამიანი ვართ 500-დან 600 კაცამდე ვიყავთ. გამოვიყვანე და მევთხარი, აი მევთხარი, თუ პოლიციას და ამ ხელა სახელმწიფოს იმის უნარი არ შეგწევთ, რომ ეს 500-600 კაცი 150 კაცისგან დაგვიცვათ, მაშინ მევთხარი, ჩვენ თვითონ დავიცავთ ჩვენ თავს. არავის არ ეგონოს მევთხარი, რომ აქ რომ მომივარდება ვიღაცა, აი ამ ქალებს და ბავშვებს ვაცემინებ. პასუხს გავცემ მევთხარი და დავიცავ. ჩვენს დედებს და ჩვენს დებს და ჩვენ შვილებს და გასაგებია მომითხრა. გავიდა ცოტა ხანი იდგნენ და დაიშალნენ, აღარავინ აღარ მოვიდა. ეს სახელმწიფო მართავდა, ჩვენი დაშინება უნდოდა და როგორც კი თვითონ ჩვენ ვერ ვაჩერებთო, როგორც კი გაიგეს, რომ ჩვენ უკან დამხევები არ ვიყავით და შეგვეძლო კონფლიქტში გადაზრდილიყო, მე ვთხარი ეს რელიგიურ ნიადაგზე ჩვენ ახლა უშვებ მე ვთხარი საფრთხეს, რომ ომი დაიწყოს რელიგიურ ნიადაგზე აქ მეთქი და გინდა მეთქი? ჩვენ უკან დამხევები არა ვართ მეთქი და ყველანი დაშალეს და წავიდნენ. აი ამას ქვია, იყო ბრძენი. ამას ქვია, რომ აი სულში ალღო საით მიყავხარ უფალი იესო ქრისტე. სხვა მხრიდან ხო შეიძლება გეთქვა ეხა ჩვენ ქრისტიანები ვართ და პოლიცია მოვიდა და იქნება უნდა დავშლილიყავით, მაგრამ მასე არ არის. შენ გაგზავნის მგლებს შორის და რამდენი გელი გამოჩნდება, იმდენი თუ დაიშლები, მაშინ რაღა გამოვიდა. მაგრამ სიბრძნე გჭირდება
რომ არა საკუთარი ძალის დასამტკიცებლად, არამედ ქრისტეს სახარების გასავრცელებლად შენი პოზიციები არ დათმოდა ბოლომდე ერთ გულით დარჩე ღმერთის მისიის. თუმცა კიდევ ვამბობ, მეგობრებო, ჩვენ უნდა მივუყვეთ იესო ქრისტეს და არ უნდა მხემძღვანელობდეთ შიშით, არამედ უნდა მხემძღვანელობდეთ ძალითა და გაბედულებით. ამინ. ნახეთ კიდე ერთი მომენტი, რაც იესო ქრისტემ გვითხრა, ჩვენი მოლოდინი რა უნდა იყოს. სახარება იქნება დამწყი. იესო უთხრა მათ, ნუ გონიათ თითქოს მშვიდობის მოსატანად მოვედი დედამიწაზე. მშვიდობის კი არა, מחვილის მოსატანად მოვედი. რადგან მოვედი, რათა გავყო კაცი თავის მამისგან, ასული თავის დედისგან და რძალი თავის დედამთილისგან. კაცის მტრები მისი შინაურები იქნებიან. ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი. მეგობრებო, კიდევ გვიმახვილებს უფალი იესო ქრისტე ყურადღებას იმაზე, რომ სახარების ქადაგება იმ ფონზე, რომ ჩვენ უზრუნველყოფს კიდევაც, ჩვენ საზღაურსაც მივიღებთ, ნიშნებიც იქნება, სასწაულებიც იქნება, ღირსეული ოჯახები მიგვიღებენ კიდევაც, მეფეები და გამგებლებიც მოგვისმენენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სახარების ქადაგება იქნება იავარდებით მოფენილი. ჩვენ უნდა ვიყოთ, მეგობრებო, მომზადებულები იმისთვის, რომ წინააღმდეგობები იქნება და საკუთარი ოჯახის წევრებთანაც კი იქნება წინააღმდეგობა. რამდენი და ძმა გადის თუნდაც ახლა კონფლიქტურ სიტუაციებს თავის მეუღლეებთან, შვილებისგან იდევნებიან. ჩვენთან ეკლესიაში მოდიან ხოლმე ადამიანები და მეუბრევიან, რომ აი ჩემი შვილები მიშლიან და ჩუმად დავდივარ და ასე შემდეგ. სახარება არ არის მხოლოდ მშვიდობის მომტანი, თუმცა ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში მშვიდობაც მოაქვს, მაგრამ ის დიდი განხეთქილების მიზეზიც იქნება. საკუთარი ოჯახის წევრებთანაც და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ რაღაცა მომენტში ხო, აი როგორც მე მითხრა დედაჩემმა, რომ შვილო, სად მიხვედიო იქო? სად დამღუპაო ჩემმა დამო, სად მიგიყვანაო, რა სექტაში გაგაწევრიანა, რაღა მეშველებაო, იცოდეო, თან უმუშევარი დავრჩი და ჩემი დახმარების იმედიც არ გქონდესო. აი ესეო, თუკიო შენო, მთელი ნათესავები ამემხედნენ, ვიღაცები დამწინოდნენ და მაშინ თქვი, რომ აბრაჰამს გადაუდგნენ თავისი ძმისშვილი აგერი, იოსები თავისმა ძმებმა გასწირეს და თუ ეს არის საჭირო, უფალო, მეც უნდა გიერდგულო. ძალიან მткиოდა, მაგრამ ეს მომენტი დგება და იესო ქრისტე ამბობს, რომ ხანდახან იმდენად დაძაბული იქნება სიტუაცია, რომ შენ მოგიწევს არჩევანის გაკეთება საკუთარ დედასა და სახარებას შორის. არჩევანის გაკეთება საკუთარ ძესა და ასულსა და სახარებას შორის. და იესო ქრისტე პირდაპირ გეუბნება, ეს ჯვრის ნაწილია. როცა შენი ახლობელი ადამიანები გადაგიდგებიან და რები გახდებიან შენი. მაგრამ უნდა იცოდე, რომ შენ მოგიწევს არჩევანის გაკეთება და თუ საკუთარ ძეს უფრო მეტად შეიყვარებ, ვიდრე მე, ჩემი ღირსი არ იქნები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ კრიტიკულ მომენტში ჩვენ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება სახარების სასარგებლოდ. იცით, წინასწარ, როდესაც ეს გააზრებული გაქვს, სიურპრიზები არ გვხდება. ამიტომაც ჩვენ გვასწავლიდნენ და ჩვენც უნდა ვასწავლოთ, რომ აყვავების სახარებას კი არ ვქადაგებთ, მეგობრებო, რომ შენ თუ სახარებას მიიღებ და ყველაფერი ესე იქნება, არა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. განხეთქილებებისთვის, დევნისთვის, ხელმოკლეობისთვის. თუმცა მეორე მხარეც აქვს. იმისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომ ღმერთი ზებუნებრივად უზრუნველყოფს ჩვენს საჭიროებებს. იმისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომ ქალაქის ხაზინადარი შეიძლება გვემსახურებოდეს თავისი ფინანსებით, წარმატებული ბიზნესიც გქონდეს. ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ეს არის სრულყოფილი სახარება. მოწაფენი ყველასაგან აღიარებული ემისრები არ ყოფილან, რომელთაც თვითკმაყოფილების სტატუს quo თითქმობა შეეძლოთ. მათ უწევდათ წინააღმდეგობების გადალახვა. ნახეთ, მე-11 დარიგება. ისინი იყვნენ ერთნი ქრისტესთან. ნახეთ, როგორი
შედარება გააკეთა იესო ქრისტემ, როდესაც მოწაფეებს აგზავნიდა სახარების საქადაგებლად. დასასრულს კი ამ სიტყვებით: ის ვინც თქვენ ღებულობთ, მე მღებულობს და ვინც მე მღებულობს, ის ჩემს წარმომგზავნელს ღებულობს. დაარწმუნა ისინი, რომ რასაც გააკეთებდნენ, თითქოს თავად იესო მოიმოქმედებდა ამას. იფიქრეთ ამ გაიგივებაზე. მოწაფეები ქრისტეს ნამდვილი წარმომადგენლები უნდა გავხდარიყვნენ. ნახეთ ხალხო, აი რამხელა სტატუსი აქვს. აი ხა მიდიხარ შენ რომელიღაცა მეგობარს უნდა უკადაგო, ხო? რომელსაც აი გაბედულება თითქოს არ გაქვს, მაგრამ გახსენდება ეს სიტყვები იესო ქრისტესი. ვინ შენ მიგიღებს, მე მიმიღებს. და ვინც მე მიმიღებს, ზეციერ მამას ღებულობს. ანუ შენ მოგცა აღთქმა, რომ სტატუსით მასთან ხარ გაიგივებული. ეს უბრალოდ სამხრეების მომაგრება კი არ არის და ქრისტეს მუნდირის ჩაცმა კი არ არის. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის, რასაც იესო ქრისტე აკეთებდა, ამას შენც გაგაკეთებინებს იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვინ შენ მიგიღებს. იგივე ის განკურნება იქნება, განთავისუფლება იქნება. როგორი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია ეს, როდესაც მიდიხარ სახარების გასავრცელებლად, ვიღაცისთვის საქადაგებლად და გეუბნება იესო ქრისტე. ვინ შენ მიგიღებს იმის გამო, რომ შენ სახარება მიგაქვს. შენი თავის რეკლამას კი არ ეწევი, აი მე სიგარეტს ვეწეოდი და ეხლა აღარ ვეწევი. ამას კი არ ყვები კაცო შენ. შენ ყვები იესოს გამომსყიდველ საქმიანობაზე. შენ ყვები რა გააკეთა იესო ქრისტემ. ვინ არის იესო ქრისტე? როგორ მოგვიახლოვა ცათა სასუფეველი და თუ საჭიროა იმასაც დაამოწმებ. შენ ცხოვრებაში რა გააკეთა და იესო ქრისტე გეუბნება. შენ თუ მიგიღებენ, მეც მიმიღებენ. და მე თუ მიმიღებენ შესაბამისად, ზეციერ მამას ღებულობენ, ჩემს წარმომგზავნელს ღებულობენ. და მე თუ ვიღაცა მიმიღებს, მე მომყვება ჩემი თავისუფლება, ჩემი განკურნება, ჩემი წყევლისაგან გამოსყიდვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ეს რამხელა გაბედულებას გვაძლევს, მეგობრებო. ნახეთ კიდე აი სხვა ადგილას, რას ამბობს იესო ქრისტე. თუ ვინმე მათ ერთ ჭიქად ცივ წყალს მოწაფის სახელით დაალევინებდა, იესო ქრისტე ამბობს, ეს მე გამიკეთეს, თქვენ კი არა. მათე 10:42-ში. ვინც თქვენ დაგალევინებთ ერთ ჭიქად ცივ წყალს, ჩათვალეთ, რომ მე დამალევინეს, ამას არ დაუვიწყებ. ეს როგორი რაღაცა. ნახეთ, აი როგორ აიგივებს ჩვენთან იესო ქრისტე თავს. ნახეთ როგორი სტატუსი მოგვანიჭა მან. შენ მიგიღო, მე მიმიღო. მე მიმიღო, ზეციერი მამა მიიღო. ერთი ჭიქა წყალი დაგალევინა, მე დამალევინა. შენ შეგეხო, ჩემი თვალის გუგას შეეხო. შენი მდევნელია, ჩემი მდევნელია. წარმოგიდგენიათ და რას უკავშირდება ეს ყველაფერი? სახარების ქადაგებას. გინდა იყო ამ სტატუსის მატარებელი? იქადაგე სახარება. უბრალოდ იქადაგე სახარება. და ამ სტატუსის მატარებელი ხდება. უფალი იესო ქრისტე არ ითაკილებს გააიგივოს საკუთარი თავი შენთან, თუ შენ მის მისიას ემსახურები. როგორ თქვა, ვინც ჩემი ან და სახარების გულისთვის დაიღებს რაღაცას. არ მოგიდგენიათ მეგობრებო, 100 წილად აქ და მერე საუკუნო სიცოცხლე. ამაზე დიდი აღთქმა რა გვინდა? გინდა გააიგივო თავი იესო ქრისტესთან? გინდა არ ეთაკილებოდეს იესო ქრისტეს, რომ ეს სტატუსი მოგანიჭოს იქადაგე სახარება. ჩვენთვის ეს მახარებლობის მისია უნდა იყოს უმთავრესი დანიშნულება. ნახეთ, მე-12 დარიგება. ორ-ორი. მაგრამ წასვლამდე მან დააწყვილა ისინი. მარკოზის 6:7. ეჯგარეშია, რომ ეს გეგმა მოწაფეების სასარგებლოდ იყო გამიზნული. რამე თუ მათ საქმეში თანამგზავრი ეყოლებოდათ. ორნი ერთმანეთს დაეხმარებოდნენ და წინააღმდეგობების შემთხვევაში, რაც მათ ხშირად ხდებოდათ, ისინი ერთმანეთისგან ნუგეშის ცემას პოვებდნენ. ნახეთ, აი
ორი კი არა, უკვე რამდენი ვართ, მაგრამ როდესაც ასეთ კონკრეტულ საქმეზე, აი მაგალითად ბუკლეტების დასარეგებლად ბრაიტონია თუ რაღაცა გასვლა დააფირე, ხო? ვიღაცა გაიყოლე. ეს ტაქტიკაში შედის. ეს შემთხვევით არ გააკეთა იესო ქრისტემ. მარტო როდესაც მიდიხარ, მარტო ხარ, მაგრამ იესო ქრისტეს სტრატეგიაში ჩვენ ვხედავთ, რომ ორ-ორს აგზავნიდა, ხო? მოგვიანებით 70-იც გააგზავნა. და ნახეთ რა საინტერესო მომენტი არის. იესო ქრისტე, როდესაც ამათ აგზავნის, თვითონ გულხელდაკრეფილი კი არ დაჯდაო, წმინდა წერილი გვეუბნება. თვითონ მათ კვალს გაჰყვა და იმ ქალაქებში, რომელშიც თვითონ აპირებდა ფაქტიურად მისვლას, ხო? თავისი მოწაფეები გააგზავნა წინასწარ. რა საინტერესოა რა? აი აქ რაზე შეგიძლია, იცი? იფიქრო, აი თუ გულში გედება, რომ ვიღაცასთან მიხვიდე და სახარება გააზიარო და ხვდები, რომ იესო ქრისტე მასთან გაგზავნის, ეს იმას ნიშნავს, რომ იესო ქრისტე გეგმავს მის მონახულებას. იესო ქრისტე გეგმავს მის ცხოვრებაში შესვლას და ამიტომაც გაგზავნის მასთან. რომ ქალაქებში, რომლებშიც ის წასვლას აპირებდა, იქ ორ-ორი გააგზავნა თავისი მოწაფე, იმიტომ რომ გეგმავდა თვითონაც მისვლას. ბევრი აღარ დაგვრჩა მეგობრებო. 70-ის მისია. აი, შემდეგ უკვე 70-იც გააგზავნა იგივე პრინციპით და აი აქ არის ზუსტად ის, რაც წეგან ვახსენე. დააწყვილა ისინი, ორ-ორი გააგზავნა და აქ უკვე ჩანს, რომ შესულიყვნენ ყველა იმ ქალაქსა თუ სოფელში, სადაც თვითონ აპირებდა შესვლას. ფაქტიურად წინასთან გავაერთიანე. ორ-ორი რო დააწყვილა, ის იყო წინა და შემდეგ აი ეს ხაზი აქ ნიშანდობლივია, რომ აგზავნიდა 70 მოწაფეს, დაწყვილებულებს, იქ სადაც თვითონ აპირებდა წასვლას. ასე რომ ეს პირდაპირ შეგვიძლია ჩვენ აღჭურვილობაში გქონდეს. მე-13 თქვა მშვიდობა თქვენდა, როგორც მამამ მიმავლინა მე, ისევე მიგავლენთ მეც. აი ეს არის დიადი დავალება, რომელსაც იესო ქრისტემ გაუსვა ხაზი და კიდევ ერთხელ აი აქ ჩანს, რომ მან გაიგივა თავისი თავი ჩვენთან. ანუ არც მეტი, არც ნაკლები. იესო ქრისტემ ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი წასვლით მისია არ სრულდება. პირიქით, თუ მამამ იესო ქრისტემ მოავლინა ამ დედამიწაზე, ჩვენ იესო ქრისტემ მიგვავლენს. ზუსტად ისევე, როგორც მამამ მოავლინა იესო ქრისტე. ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს სახარების გადაგებისას. იმიტომ რომ იესო რომ მოსულიყო, ნახეთ აი იოანეს სახარებაში წაიკითხავდით, მამა, მადლობა რომ მისმენ. მე ვიცი რომ შენ სულ მისმენ, მაგრამ ეს ამად გასაგონად თქვი, რათა იცოდნენ, რომ შენ ისმენ. იცი რა არის? აი როცა იესო ქრისტე ხას უსვამს, რომ მამამ როგორც მოავლინა ის ჩვენც ისე მიგვავლენს, ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც მის ლოცვას ისმენს მამა, ჩვენს ლოცვასაც ისმენს მამა. როგორც მას უჭერს მამამ ხარს თავისი თანდასწრებით, ჩვენც ასევე დაგვიჭერს ხარს თავისი თანდასწრებით. ნახეთ, გალილეის მთაზე უფალმა თავისი დიადი დავალება, მათეს 28:16. ხოლო 12 მოწაფეს კი არა, მთელ ეკლესიას გადასცა, რომელიც იმ დროისთვის 500 კაცს ითვლიდა. აქ მსოფლიოს დაპყრობის სტრატეგია ნათლად იყო გადმოცემული. საბოლოოდ, ვიდრე ის მამასთან ამაღლდებოდა, უფალმა მოწაფეებს მანამდე ნათქვამი კვლავ შეახსენა და ის საკითხები უჩვენა, რომლებიც მათ მიერ იესოსთან ერთად ყოფნისას იყო აღსრულებული. მისი ტანჯვა, სიკვდილი და მესამე დღეს აღდგომა ყველაფერი გეგმის ნაწილი იყო. მოწაფეებთან საუბარი გააგრძელა და უჩვენა მათ, რომ მონანიება და ცოდვების მიტევება უნდა ყოფილიყო ნაქადაგები მისი სახელით ყველა ერში, იერუსალიმიდან დაწყებული ქვეყნიერების კიდეებამდე. ლუკას 24:47. და გაკეთებულ საქმეში თანაზიარნი იქნებოდნენ ისინი ღმერთთან. ნახეთ მეგობრებო, აი აქ კარგად ჩანს, რისგან უნდა შედგებოდეს
ჩვენი დამოწმება სახარების. როდესაც მიდიხარ და ეუბნები, რომ მოახლოებულია სასუფეველი ცათა, ანუ ღმერთის სამეფო, რას ეუბნები? ერთი კაცია დადგენილი, ვინც მოვიდა ჩვენთვის, ვისი სახელიც მოგვეცა ჩვენ ცოდვების საპატიებლად. ეს კაცი იყო უცოდველი, ეს კაცი ავიდა ჯვარზე, ეს კაცი მოკვდა ჩვენთვის, მასში გვაქვს ცოდვების გამოსყიდვა. და იმის დასტურად, რომ ეს ჭეშმარიტებაა, ის აღდგა მესამე დღეს, ამაღლდა და კვლავ მოვა. აი სახარების მთელი სტრუქტურა. აუწყეთ ჩემი სიკვდილი, აუწყეთ ჩემში ცოდვების მიტევება. დაიმოწაფეთ ისინი და აუწყეთ, რომ კვლავ დავბრუნდები. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ამაზე უნდა ვიქადაგოთ. შემდეგი. ძალიან მალე ვამთავრებ. დამელოდეთ. თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც სულიწმინდა გადმოვა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, იუდეაში, სამარიასა და ქვეყნის კიდემდე. აი მეგობრებო, სოფლიოს დაპყრობის სტრატეგია ნათლად იყო გადმოცემული. მთელი ძალაუფლება მე მომეცა ცაში და დედამიწაზე. ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი. მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმინდის სახელით, ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ, აჰა მე თქვენთან ვარ დღენიადაკ საუკუნის დასასრულამდე. ამ ხელა ძალაუფლებას ვიზიარებს, მაგრამ გვეუბნება, რომ სანამ მაღლიდან ძალით არ შეიმოსებით, ნუ დაიწყებთ ამის კეთებას. იცით რა მეგობრებო, აი ეს ჩვენ გვიჩვენებს სულიწმიდით ავსების, სულიწმიდით ნათლობის მნიშვნელოვნებას. ეს გვიჩვენებს იმას, რომ ამ ყველაფრის გაკეთება ადამიანური ძალებით არის შეუძლებელი. და თუ კი ჩვენ სულიწმიდით მონათლული ხალხი ვარ და მივდივარ და ვქადაგებთ, ეს იმასაც გვიჩვენებს, რომ სულიწმინდა ჩართული პროცესში და სულიწმინდა მოიყვანს სისრულეში იმ მისიას, რომლისთვისაც იესო ქრისტე მოვიდა და დელეგირება მოახდინა ჩვენზე ამ ძალაუფლების. ნახეთ, ისევ ხაზგასმული. მთელი ძალაუფლება მე მომეცა ცაში და დედამიწაზე. ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი. ნახეთ, იესო ქრისტე შეჯამებას ახდენს. აღდგომის შემდეგ ბრძანებას იძლევა და გეუბნება, მთელი ძალაუფლება მე მაქვს მოცემული. აი ხო ხედავ, უკვე აღბზდექი. აი ხო ხედავ, სიკვდილი დამარცხებულია. ყველაფერი ჩემშია აკუმულირებული. სულიწმიდით მოინათლები, გახვალ და უნდა გახსოვდეს, რომ მთელი ძალაუფლება მაქვს მოცემული. ცაშიც და მიწაზეც და ქვესკნელშიც. ამიტომ, როდესაც გახვალთ სახარების საქადაგებლად, ამ მისიისთვის, ამ მისიის შესასრულებლად, იცოდეთ, რომ ეს მთელი ძალაუფლება თქვენთვის მაქვს გადმოცემული, როდესაც ამ მისიას შეასრულებთ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, მეგობრებო, რომ ამ ძალაუფლებასთან მოზიარეობა ჩვენ არ გვექნება დივანზე წამოწოლილებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გვავიწყდებოდეს, რომ უფალმა ისევე როგორც ის წარმოგზავნა მამამ ამ დედამიწაზე, ჩვენც ისევე წარგვაგზავნა ამ დედამიწაზე და ამ მისიის აღსასრულებლად გვაქვს ეს მთელი ძალაუფლება მოცემული. ჩვენც იგივე უნდა ვაკეთოთ. არ უნდა მოვდუნდეთ, მაშინაც კი, როდესაც აი ეს დაწყებული გვაქვს, გაცნობიერებული გვაქვს, ამ ნიუანსებს გავიზეპირებთ, გულში ღრმად დავიმარხავთ, წმენით შევეჭიდებით, უნდა გვახსოვდეს, რომ სწავლა სრულყოფილი ვერ ხდება, თუ უმოქმედონი ვართ. ეს ყველაფერი უფრო მეტ სიღრმეებს იძენს მაშინ, როდესაც გადავდივართ მოქმედებაზე. და ისიც უნდა გვახსოვდეს, მეგობრებო, რომ შესაძლებელია მოქმედება დავიწყოთ, შესაძლებელია ღმერთის თანდასწრება ვიხილოთ, ღმერთის ძალა გამონთავისუფლდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ დაგვჭირდება შეხსენება, რომ ჩვენს ხალხს, ვისაც ვემსახურებით, აღარ დაჭირდება შეხსენება. ყოველ ჩვენ შეხვედრაზე ხაზი უნდა კონდეს გასმული, განსაკუთრებით ბრუკლინის ეკლესიაში, რომ ჩვენ დადგენილი ვართ იმისთვის, რომ ვიპოვოთ დაკარგული
და გადავარჩინოთ ისინი, იმიტომ რომ რაც არ უნდა სასწაულები მოხდეს, ამას მე საკუთარი გამოცდილებითაც გეუბნები. რაც არ უნდა სასწაულები მოხდეს, რაც არ უნდა ბევრჯერ გამოგიყენოს უფალმა იესო ქრისტემ და დაამოწმოს თავისი ნიშნებითა და სასწაულებით, თქვენ გამუდმებით გჭირდება ხელახალი მიწვნა ამ მისიისთვის. გამუდმებით გჭირდება შეხსენება, რომ არ მოვდუნდეთ, იმიტომ რომ მოდუნება ხდება. შეიძლება მიგავიწყდეს, შეიძლება გაერთო რაღაცით, შეიძლება გაერთო შიდა საეკლესიო საქმეებით, საოჯახო საქმეებით, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალაუფლება, სრულყოფილი, ავადმყოფობებზე, წეულებზე, უბედურებაზე, სიკვდილზე მოდის მოქმედებაში და სრულყოფილი ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ მიძღვნილები ვართ იესო ქრისტეს მისიისთვის. ამენ. ეს გული რომელმა მიახატა აქ. იოშე? მე მივახატე კი. შენი ცუღლუტე? კაი, რა ვიცი, აი მეგობრებო, ეს არის რაც გვინდოდა დღეს რომ გაგვეზიარებინა, ცოტა გრძელი იყო თავი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ აქედან ალბათ ახალი არაფერი იყო, მაინც ძალიან კარგი იყო. სიღრმისეულად მოიტანს განახლებას ჩვენში, იმას უყურებ ხა როგორ უნდა გამოვთო ჩაწერა და მაგითო ცოტა ზემოთ მე მგონი ზემოთ ხარ ვიღარ დავიმახსოვრე.